მეგობრებო, პირდაპირ ეთერში ვართ. ტრადიციულად გთხოვთ მომწეროთ ხმა გესმით, გამოსახულება როგორია. Სამშვიდობისო მეგობრებო, ვინც უკვე ვართ ეთერში, დიდი მადლობა მოსალმებისთვის. უკვე ჩანს რომ საინტერესო აუდიტორია. დავიწყოთ მეგობრებო. ჩვენ ძალიან რთულ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. რეალურად სიწყნარე სიმშვიდე ვერ მიიღო ქვეყანამ. არავის ესმის მეცნიერთა შეძახილი იმის თაობაზე, რომ დაპირისპირება თუნდაც მართალი რომ იყო ტრობა აქ ქვეყნისთვის და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის არის მხოლოდ ერთადერთი, რომ ჩვენ მოვძებნოთ ერთმანეთთან სალაპარაკო ენა. ნაცვლად იმისა, რომ ამ მიმართულებით მოძრაობდეთ, კიდევ უფრო საპირისპირო მხარეს მიდის მოძრაობა, როგორც ჩანს, ერთნი დადიან ევროპაში, რომ იქ მათთან მოძებნონ საერთო ენა, მეორენი კიდე როგორც ითქვამთ, დახურული კარს მიღმა ესაუბრებიან, ანუ ხალხის ნების გარეშე ესაუბრებიან და ძალიან კარგად ამ დღეებში ხა ჩემთვის მე ვემზადები ამ კვირის ბოლოს ალბათ რაღაც ამ დღეებში შევხვდე ბატონ გურამ ქართველიშვილს, რომელიც როგორც გითხარით წავიდა იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა თბილისი, გაიყიდა ყველაფერი და თიანეთში გადასულიყო, ხელი მოკიდა სოფლის მეურნეობას. მე ვხედავ რომ უაღრესად საინტერესო რომანი დაიწერა, მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდ როლს შეასრულებს ეროვნული განწყობის შექმნისთვის და არაერთ და ორ პიროვნებაში და მე ვფიქრობ იმის თაობაზე, რომ როგორ შევძლოთ რომ ეს ძალიან ბევრს მივაწვდინოთ და სწორედ ამ საკითხებზე არ ვიცი როგორ ფიქრობს ბატონი გურამი, აი მისი ოჯახი, ქალბატონი თამარი, მაგრამ რაღაც დიდი გარკვევა, რომელსაც უამრავ ადამიანმა უყურა უკვე ეს ყოველგვარი მხარდაჭერის და დახმარების გარეშე, როგორც იტყვიან, 20,000 გადააჭარბა უკვე იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც Facebook-ზე ნახეს
პრობლემები არის, როგორც ვთქვათ, არ მინდა რაღაც ეჭვით ვიყო, მაგრამ ასეთ დროს მომიწყება დღეს მთელი დღეა ინტერნეტი მაქვს, არავითარი პრობლემა არ ყოფილა, დაიწყო ეხლა. ჯვარმპარება რო გასწორდება. ბატონი გურამის შეფასება როგორია? წინა გამოსვლა მე ყველას ვთხოვ, რომ ვისაც ჰქონდათ საშუალება ურჩიერთებსაც რომ ნახოს. მართალია ეს ემოციურია, ძალიან განვიცდი ყველაფერი ამას, რომ ასე ვსაუბრობ, მაგრამ რა ვქნათ, სხვანაირად არ შემიძლია, როგორც იტყვიან. ბატონი გურამი წერს, რომ ბატონო თემურ ბედნიერი უნდა იყოს დღეს ის ადამიანი, რომელიც ჯანსაღ ქართულ პოზიციაზე დგას. დრო გავა, დღევანდელი ვაქხანალის მწარე შედეგებს ლოგიკურად იცნობს საზოგადოება და გვიან შეაფასებს სიმართლეს. სამწუხაროდ ასეთ სინამდვილის წინაშე ვდგევართ. ვაი იმათ, ვისაც ისტორია იუდას სანეხვეზე მიუჩენს ადგილს დამსახურებულად. ეს ძალიან გონივრული და ძალიან ხაზგასმულია ბევრისთვის დამაფიქრებლად. ძალიან დიდი გამონათქვამი აქვს იოანე ოქროპირს, რომ თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად ღმერთმა და ნოიქნებით ადამიანთა მონებია. ადამიანთა მონობაა დღეს ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც საქართველოშია. ჩვენ დღეს რეალურად ესე იგი ყავს როგორც ერთია ფულის მონები და მეორე კუჭის მონები. ერთიც და მეორეც უბედურებაა ქვეყნისთვის. საშუალო ფენა როცა არ არის ქვეყანაში, იმ ქვეყანაში ვერც მშვიდობა ვერ იქნება და ხელისუფლება, რომელიც საშუალო ფენის ჩამოყალიბებას არ უწყობს ხელს, მით უფრო ძალიან დიდ ცოდვას ჩადეს. ამდენი ხანი გავიდა, აი აგერ უკვე დამოუკიდებელი ვართ ჩვენ. რამდენი წელია, ვხედავთ რეალურად კარგად 35 წელია, 35 წლის განმავლობაში საშუალო ფენა არათუ იზრდება, არამედ მცირდება. მე ბოლოს ვხედავ ძალიან ბევრ რამეს, რაც ვაანალიზებ, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ხდება და ყველას ურჩევდი, რომ ეს ჩემი პოზიციაა, თქვენ შეგიძლიათ გაიზიაროთ, შეიძლება არა, მაგრამ მე ორი პიროვნება, რომელთა გამოსვლა მიმაჩნია ეტალონურად ბოლო პერიოდში. ეს არის ერთი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა ევროპაში, მიუნხენის კონფერენციაზე, ეს ველსის გამოსვლა და მეორე არის არგენტინის პრეზიდენტის გამოსვლა დაოში. ესეც ორთავე ამ ერთ თვეს ეკუთვნის. მე ამას ვაგროვებ, მე ვეძებ ერთ მესამეს, რომელიც ვიცი და რამდენიმეა კიდე ასეთი და მინდა ერთად შევკრა და ვთქვა, რომ აი ჩვენი პოზიცია და ვინმე ყველას მინდა შეკითხვა დაუსვა, რომ ოდესმე მეცნიერთა გუნდს თუ ქონია სხვა მოსაზრება. ანუ რეალურად მე იმას კი არ ვამბობ, რომ მეცნიერთა კონგრესიდან წაიღეს თქვათ ეს შეხედვა მოსაზრებები ან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ან არგენტინის პრეზიდენტმა, რამდენ ვამბობ იმას, რომ ვინც ლოგიკურად აანალიზებს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ არსებულ მდგომარეობას, მივა იმ დასკვნამდე. მე გაუცებული დავრჩე, როდესაც ვნახე, რომ ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან დიდი ფართო პლანით აჩვენეს სახელმწიფო ტელევიზიებმა და ფიქრობენ იმას, რომ ეს არის მათი მხარდაჭერა. რეალურად მეორენი მიხვდნენ იმას, ეხოთ ამის ჭკუა გონება, რომ მათ სასარგებლოდ არ იყო. იმიტომ რომ ამ ძველ პერიოდს ეხება, მხედველობაში მაქვს მათ პოზიციასაც ეხება. ესე იგი, ერთ ნაწილში, ერთ პატარა წინააღმდეგობაში ის ვიცე-პრეზიდენტი იქ გამოდიოდა უბრალოდ ზეპირად. არა ბატონებო, ის სუფლიორიც სარგებლობდა და ეს ძალიან სერიოზული მეცნიერული გუნდების და სერიოზული გუნდის ჩამოყალიბებული გამოსვლა იყო. ეს გამოსვლა რამდენჯერმეა მოსასმენი, იმიტომ რომ გავიგოთ ჩვენ რა არის მსოფლიო, აი ნამდვილი ამერიკა იქაა ჩამოყალიბებული. თქვენ რომ გაშინებთ ამერიკა. აი ის ამერიკა კი არა, აი ნახეთ როგორ ამერიკაზეა ლაპარაკი. ეს არის უნიკალური გამოსვლა, ისევე როგორც არგენტინის პრეზიდენტის გამოსვლა, როგორი უნდა იყოს ეკონომიკა. ის ეკონომიკური მიმართულებითაა, ეს კი პოლიტიკურ სამართლებრივი და დიპლომატიის ხაზით და თავისთავად მისი დგომაც, მანერაც, ყველაფერი გამოსვლა რომელიც ჰქონდა, იყო ერთ-ერთი საუცხოო და სანიმუშო. მე ვერ გეტყვით, რომ საქართველოს ყავს ოდნავ ისეთი მიახლოებული პოლიტიკოსები სად არიან პარლამენტში, მაგრამ ამ პარლამენტს გარეთ, რომელსაც დახვეწილად ძალიან კარგად, თუნდაც ტაქტით, კულტურულად ყველაფერი შეუძლიან უთხრან ერთმანეთს. აი უბრალოდ მინდა ვკითხო ხელისუფლებას, რომ სიტყვა მშვიდობა თუ ახსენა ოდესმე ერთ სიტყვა, რაზე ლაპარაკობდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ადამიანის უფლებები. თავარი მიზანი არის ადამიანის უფლებები. მაგრამ გამოთქმა იმის თაობაზე, რომ ადამიანი ისევე ამერიკელს ეკუთვნის დიდ მწერალს გამოთქმა, რომ ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში.
აი სწორედ ეს იყო ღერძი იმ გამოსვლისა, რომ მშვიდობა არის იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანია თავისუფალი. როგორი გამონათქვამები აქვს, თქვენ თუ გეშინიათ თქვენი ამ მომრჩევლის, ამერიკა ვერაფერს გიჩვენებს. სასწაული გამოთქმებია, ესე იგი იმისი რომ ღია იყავით, ხალხში იყავით, ხალხთან გადით, ხალხს ელაპარაკეთ, ხალხის მოსაზრებები ცვლის, მე უფრო გაბედული გადაწყვეტილებები, რომელსაც დღეს ტრამპი იღებს, რა თქმა უნდა, ბევრი ვინმესთვის შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ აი გაბედული გადაწყვეტილებები. ანუ ყველას მიცა დრომ და ეპოქა მიცა საშუალება იმისა, რომ მიეღო გადაწყვეტილებები ძალიან გაბედული და გადაედგა ესეთ ნაბიჯები. და 10 და 15 წელი არ ჭირდებოდა ამის თაობაზე, რაც ტრამპმა სულ 1 კვირის განმავლობაში, 10-20 დღის განმავლობაში გააკეთა, ამას საუკუნეები ვერ აკეთებენ სხვები. ის გაბედული პრეზიდენტია და დგამს ამ ნაბიჯებს. აი ჩვენთან საქართველოში დღეს რეალურად ლაპარაკობთ, რასაც 30 ეს საკითხი დავსვით მიხეილ სააკაშვილის და შემდგომ ყოველ წელს და ყველა გამოსვლაში და ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ღალატად უნდა გამოცხადდეს კორუფცია და ნეპოტიზმი და უნდა ამავე დროს შედგეს ვინ ვისი წარმომადგენელია ამ ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობას არ ყავს წარმომადგენელი პარლამენტებში და ხელისუფლებაში და ყავს თავიანთი წარმომადგენლები სხვა ქვეყნებს. ეს იქნება დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი თუ სამხრეთი. ეს ისეთი კატასტროფულია ამ ქვეყნისთვის, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორი შედეგები ექნება მას სამომავლოდ. მე ბევრ და ამ სხვა საკითხებზე მინდა აი ამ ეროვნულ კაცთან, ბატონ გურამთან და თუ ქართველიშვილთან და თუ ის დაეთანხმება, იქედანაც მისი იმიდან გავაკეთოთ რაღაც ერთი პირდაპირი ჩანაწერი და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი ესეთ გენიალურ პიროვნებას რაღაც რომელიმე ყველა ტელევიზია უნდა აძლევდეს საშუალებას, მაგრამ მე ჩვენ ვთხოვეთ უკვე მეცნიერთა კონგრესმა გაუგზავნა თხოვა ტელევიზია ქართულ ტივს, რომ რაღაც გარკვეული საათი, როცა ამას ჩაგვით საჭიროდ, ბატონი გურამი კონდეს ქართული ტელევიზიით და მე არ ვიცი ის გაიზიარებს თუ არა, აი რამდენიმე პიროვნებასთან ერთად საუბრობთ, აი 2 დღეა და ლაპარაკობთ იმას, რომ ჩვენ დაგვაკლდა უკვე ის ფილმები, რომელიც მიდიოდა ტელევიზია ქართულ ტივზე მიდიოდა, რომელსაც ქვია გააგზელებს საქართველოს ისტორია. მე არ ვიცი, ჩვენ მივწერეთ და უთხარით ტელევიზია ქართულ ტივის, რომ ეს ფილმები თუნდაც ბატონი გურამი რომ იყოს წინააღმდეგი აჩვენეთ, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ბატონი გურამის ინტერესი კი არ არის მთავარი, ხალხს ჭირდება ეს. ხალხს ჭირდება ეს, გაიქცა უკვე ხალხი ქართული აზროვნებიდან და აი სწორედ ის აბრუნებს ძალიან ბევრ რამეს ამაში და არ მინდა ეწყინოს ბატონ გურამს, მაგრამ ვამბობ იმას, რომ ჩვენ უთხარით, ჩვენ ავიღებთ რაღაც გარკვეულ პასუხისმგებლობას მეცნიერთა გუნდი თუნდაც ბატონ გურამს თუ ეწყინება, ეწყინოს ჩვენზე, ან კიდე თუ ვინმე იჩილებს ამას და მომჩივანი ძალიან ბევრია, ჩვენ ვაგებთ ამაზე პასუხს, იმიტომ რომ ქართული სულის ფილმები და აი უკანასკნელ პერიოდში ძალიან ცოტა იყო გადაღებული. მადლობა ყველას, ვინც ეხმარებოდა ბატონ გურამს აი ამ ფილმების გადაღებაში, ის უნდა გაგრძელდეს აუცილებლად. წარმოუდგენელია ისეთი რამეები და ისეთი პროგრამები აქვს და თქვენ ნახავთ, როცა ჩვენ გვექნება ეს შეხვედრა ამ 1 კვირის 10 დღის განმავლობაში შედგება ეს შეხვედრა და მე ვაპირებ, რომ 1-2 დღე მასთან ერთად ვიყო სოფელში, რომ ვნახო ეს ახლა რაჭა-ლეჩხუმში მივდივარ ამ 2 დღის განმავლობაში და ყველა მხარის, ყველა კუთხის რაღაც პატარა განწყობები უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ დავდივართ ევროპაში, ისე როგორც დარბიან ჩვენი წარმომადგენლები და გონიათ, რომ იქ უნდა გადაწყდეს საქართველოს საკითხი. საქართველოს საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოში. ის ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის ბედი წყდება ქვეყნის გარეთ, მას არც საქართველო უყვარს, ის კამზე ფიქრობს მხოლოდ. მე ყველას მინდა მოგმართოთ თქვენ. ნუ ტრაბახობთ იმით, რომ მიუნხენის კონფერენციას ეცრებოდით. ნუ ტრაბახობთ იმას, რომ სადღაც ხის ჭრილში idekit, როდესაც იმას ტრამპის ინაუგურაციის დროს იტრაბახეთ იმით, რომ ქართულ ხალხთან კონდეთ კონტაქტები. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი, მით უფრო ქართველი პოლიტიკოსისთვის. მე გაუცებული ვარ ამ დღეებში, რასაც უყურებ და ჩემი პროტესტი სამ მიმართულებაში მინდა ჩამოვაყალიბო, ვიდრე თავარ საკითხთან მინდა მივიდე. ის რომ ესე იგი რეალურად ქუჩაში 80% ღირსებით სავსე ადამიანი დგას. აი რომელიც ყოველგვარი პარტიული პოლიტიკური განწყობის გარეშეა გამოსული და აღელვებს ქვეყნის ბედი. ეს თქვენ ვისაც მიგაჩნიათ გადაჭარბებულად და ამის გამო მაკრიტიკებთ, როგორც იტყვიან, აი რაღაც ყველანაირად მიტევთ, გააგზელეთ. მე გეუბნებით თქვენ, რომ პირველი ნომერი არის ის, რომ ჩვენი ბედნიერება არის ის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე გამოვიდა ხალხი, რატომ? იმიტომ რომ მათ არ აწყობთ დაძაბულობა,
არც ევროპასთან, არც ამერიკასთან, არც რომელიმე ქვეყანასთან და მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს სხვა გზით უნდა წავიდეს, რომ საქართველოსში მთავარი არის ქართული ინტერესი და ქართული ინტერესზე დაყრდნობით უნდა ხდებოდეს სხვა ქვეყნების ინტერესების დაცვა. არა პირიქით, როგორც აქამდე იყო, ხან რუსული, ხან ამერიკული, ხან დასავლური, ხან ევროპული ინტერესი, არა, მთავარია ქართული ინტერესი. ქართული ინტერესი არის ჩადებული ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში. და როდესაც ჩვენ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას ვქმნიდით, მეცნიერ და გულში ყოველ სიტყვაზე, ყოველ მძიმე წინააღმდეგობაზე იყო ძალიან დიდი კამათი. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ჭირდება მისი იდენტობის მაჩვენებელი, აი მისი თანაც ღირსების სიმაღლით რომ არის, განათებული გონებით შექმნილი დოკუმენტი, განათებული გონებით, არა დახშული რომ პარტიას უყურებდე, პოლიტიკას უყურებდე, განათებული გონებით შექმნილი დოკუმენტი, სადაც აი საუკუნე რომ გავა გარკვეული დრო 10 წლეული, 20 წელი და ამ შემდგომ ვინმე თქვას რომ აი სწორად იყო ჩამოყალიბებული და ის არ ძველდებოდეს, ისეთ პუნქტებზეა საუბარი, რომ არ ძველდებოდეს, ასეთი პუნქტები ჩამოყალიბდა. ბედნიერებაა რომ გელათში მეცნიერებმა შეძლეს და ძალიან ბევრი ვინმე ჩავიდა იქ. ჩვენ ყველა მივიწვიეთ, ყველა პარტიის წარმომადგენელი. მე ამის თაობაზე ცალკე ვისაუბრებ, მაგრამ ყველანი ლაპარაკობენ ერთობაზე და დავით აღმაშენებლის 900 წლის თავზე ვერ მოძებნე დრო რომ ჩამოსულიყავით გელათში ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღებაზე. და თანაც გამოგიგზავნეთ დოქტრინაც, აიკითხეთ ვერც ეწინააღმდეგებით, ვერც ერთ პუნქტს. ხელისუფლებას და პარტიებს ყველას ვისაც დაუგზავნეთ უთხარეთ რა არ მოგწონთ გითხარით და რა არის შესაძლებელი რას ამატებთ რას იღებთ ვერაფერს ვერ ყველა ვინც აიკითხა გვეუბნება გადასარევია კარგია მაგრამ გიჭირთ მოსვლა ამაზე რატომ იმიტომ რომ თუ თქვენი განწყობის არ არის და თუ თქვენ ან პრეზიდენტთან უნდა იკრიბებოდნენ ისინი ან ბიძინევანიშვილის მხარდამჭერები უნდა იყონ მე ვიმეორებ რომ მეცნიერთა კონგრესი არც პრეზიდენტის ლაპარაკი არის ზურაბიშვილთან იკრიბებიან და ეძახიან მას რომ დღესაც პრეზიდენტი ამითაც ძაბავ სიტუაციას თქვენ ქვეყანაში მაგრამ მე ვემიჯნები იმას რომ აი ესე პოლარიზებული იყოს ერთ ადგილზე იკრიბებოდნენ თქვა ისინი რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბიძინევანიშვილს და მეორე ადგილზე ეწინააღმდეგებოდნენ ისინი ვინც მხარს უჭერენ ბიძინევანიშვილს და ეწინააღმდეგებიან ეს არ არის საქართველო თქვენ ასეთ საქართველოს თუ გინდათ, ამით ებრძვით თქვენ საქართველოს და ღალატი ეს არის სწორედ ქვეყნის. აი ამიტომ ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბდა ძალიან გამოკვეთილად და ყველას ძალიან პატივისცემითი განწყობით მეცნიერებმა მიმართეს და უთხრეს, რომ აი სწორედ როდესაც პირველმა მრავალპარტიულმა 91 ჩაატარა პირველი არჩევნები და ჩატარდა ეს უნიკალური მეთოდით. აი სწორედ აი ამ დღეს და სწორედ იმ დღეს, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის, ჩვენ შევიკრიბოთ ილია ჭავჭავაძეს, ესე იგი, მამულში და ვთქვათ, რომ ერთხელ ხაზგასმით ვთქვათ, რომ საქართველოს გვჭირდება დღეს, ესე იგი, ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმცირებლად და დაუმონებლად, ეს როგორც აწერია ხოლმე, შეუბღალავად, ერთმანეთის შეუბღალავად და ესე იგი, დაუმონებლად, ჩვენ ერთმანეთს ვაყენებთ შეურაცხყოფას, ერთმანეთს ესე იგი რაღაც მონური ფსიქოლოგიით ვეკიდებით და ამ დროს გვინდა რომ ერთობა იყოს ქვეყანაში. აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ მოქმედებთ, ვიდრე ერთობაა. დღეს ყველა ადამიანი მეკითხარით პირველი პროტესტი არის ის, რომ ნოაკრიტიკებთ იმ ხალხს. ის ხალხი არის საქართველოს ერთობის განწყობით გამოსული. იმ ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკური პარტია, მათ არ 80%-ია ლაპარაკი. ის 20% ვინ არის გეტყვით აი აგერ ახლა რომ ეს 20% ავანტიურით არის სავსე. უცხოეთში რომ დარბის. მიდიან მოდიან თქვენ ნახეთ რომ ქუჩა არის სხვა და ტელევიზიაში ლაპარაკობენ სხვები. აი დღეს უსმენდი ახლა ერთ ტელევიზია მე არა ვარ ამ ტელევიზიების დახურვის მომხრე და მიმაჩნია რომ გასაგებია ახლა რაც ხდება ამის თაობაზე, მაგრამ დააკვირდით თქვენ რომ ქუჩაში მოძრაობის თავარი წარმომადგენელი ლომჯარია, ვაშაძე, ანუ ის ხალხი რომლებიც იკრიბებიან სალომე ზურაბიშვილთან. კი მაგრამ თქვენ მეც ვერ ხედავთ იმ ქუჩაში. და ამით ხვაყენებ თქვენ შეურაცხყოფას იმ 80%-ს, რომელიც პოლიტიზებული არ არის. და სიტყვას ტელევიზიებში აძლევთ პოლიტიკოსებს. ვინ არიან ესენი? აი ქადაგიშვილი ჭკვიანურად და კარგად გამოდის. მე უფრო უკეთესი ანალიზები მაქვს და ვინც იცნობთ, გადაეცით, უყურებენ ამ გადაცემებს და ვეუბნებით, რომ მოდით დავდგეთ პირდაპირ ეთერში და თქვენ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ხართ და მოდით გავცვალოთ რა ანალიზები გავგაჩნია, რო გამოდიხართ და აი თითქოს ტავში გიკრავენ ეს ტელევიზიები და ой რა ანალიზები გაგაჩნიათ. მაგრამ მე სულ სხვა რამე მინდა გკითხოთ, ერთხელ გამოსულ ხართ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. მაშინ არ ხდებოდა ანალოგიური რამეები. თქვენ დაკარგული გაქვთ ძალა.
დაკარგული ბატონ ქადაგიშვილის მიმართ. იმიტომ რომ თქვენ მაშინ, როდესაც ანალოგიური და უარესი ხდებოდა ბევრი მიმართულებით, ხმას არ იღებდით. ესე იგი, ვინც თქვენ დაგნიშნათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, ის კარგია, მაგრამ ვინც არ დაგნიშნათ, ის ცუდია, ეს არ არის აზომი. ეს თქვენთვისაა ძალიან ცუდი საზომი, რომ ასეთი პიროვნებები საქართველოს მომავალს არ ჭირდება. გავყვეთ მეორე ვინ იყო ლომჯარია. ძალიან კარგად ლაპარაკობს, თითქოს მომოусმინო, მაგრამ სააკაშვილის დროს თქვენ ამოგიღიათ ხმა რა მკვლელობები და რა უბედურები არ იყო, რაიმე გაგიკეთებიათ, გინახავთ ესეთი რა. 1000 შეხვედრებზე ვიყავი მაშინ. არსად თქვენ დაღუპეთ, აი ქადაგიშვილის მსგავსმა, ლომჯარიას მსგავსმა, ვაშაძის მსგავსმა ხალხმა დაღუპეთ თქვენ სააკაშვილი, თორე მას გაცილებით ის რომ შეზღუდული ყოფილიყო ცოტა და თქვენ ასე კი არა ტაშკი არ გეკრათ ყველაფერში, არამედ როგორც ბიძინავანიშვილს ღუპავს დღეს მისი გარემოცვა. თქვენ გეთქვათ ზოგიერთი რამ პირდაპირ და გეთქვათ რომ არ შეიძლება ამის გაკეთება და ასე შეგეზღუდათ ბევრ რამეში, საქართველოს გაიმარჯვებდა და სააკაშვილიც არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში. თქვენ დაღუპეთ სააკაშვილი, მაგრამ მის დროს გქონდათ პრივილეგიები, დაკარგეთ ის პრივილეგიები და იბრძით დასაფასებელია ეს ხალხი. რო გავყვე კიდე აი გვარამია, მე ხელობაში მაქვს გვარამია, მოყავთ ხშირად და ამ შემდგომ მე არ მინდა ამ პიროვნებებს ცალ-ცალკე ან რაღაც გითხრათ, მე მინდა ვიხილო ესენი, რომ 31 მარტს ჩვენ ყველანი შევიკრიბებით და ჩვენ ვაჩვენებთ მათ ვაჩვენებთ აი როგორია პოლიტიკური კულტურა და როგორ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს. ისე როგორც თქვენ ელაპარაკებით ქართულ ოცნებას, ეს ქართული კულტურა არ არის, პოლიტიკური კულტურა არ არის და მით უფრო ან კიდევ როგორც თქვენ გელაპარაკებათ ქართული ოცნება, ოპოზიციას ეს პოლიტიკური კულტურა არ არის. თქვენ ყველანი დაცილებული ხართ პოლიტიკური კულტურას და ეს პოლიტიკური კულტურა არის საზომი პოლიტიკოსის. თუ არ გაგაჩნია პოლიტიკური კულტურა, თქვენ ვერაფერს სასიკეთოს ვერ გაუკეთებ ამ ქვეყანას. თქვენ ხართ მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირების მომხრე. ჩვენ გეუბნებით, რომ დაპირისპირება არის დღეს საქართველოს ყველაზე ტრაგიკული, რაც კი შეიძლება ოდესმე ვინმეს არ მოუდგენია. დღეს მართალიც რომ იყო, ამას ხშირად ვამბობდი და გავიმეორებ, მართალიც რომ იყო, უნდა გამოხვიდე და თქვა, მე არ ვთმობ ჩემს პრინციპებს, მაგრამ არ შემოვდივარ დაპირისპირებაში, რომ ჩემგან სალანძღავი სიტყვა არ იქნება. ვინმე პროექტი გამოიტანეთ, პროგრამული რამე გამოიტანეთ, ან ოცნებიდან, ან ვინმე შეიძლება რომ მუდმივად ერთმანეთის ლანძღვა გინებაა, ბატონებო, პროგრამა. მე დღეს ამას ვლაპარაკობ, პროგრამებია დადებული, რომელიც არ გინდათ თქვენ რომ ან აი მე ამაზე ხშირად რომ საუბრობ, გამოგიგზავნეთ, გითხარით, გეუბნებით, 21 პუნქტიანი პროგრამა რა წერია, რაც ვენსმა ეხლა თქვა, მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლის საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. თქვენ მიზანი და საშუალება შეცვალეთ. ის რაც მიზანი უნდა იყოს, თქვენ საშუალებად აქციეთ. ანუ სამშობლო და ადამიანი აქციეთ იმის საშუალება, რომ თქვენ ხელისუფლება გქონდეთ, ხელისუფლებაში იყოთ და პირიქით უნდა იყოს ეს ყველაფერი და ჩვენ გეუბნებით, რომ მოისმინეთ კარგად ვენსის გამოსვლა და ეს ხმამაღლა ვამბობ ამას, ეს არის კლასიკური ნიმუში, როგორ კულტურულად შეიძლება უთხრა ევროპასაც, სხვა ქვეყნებსაც კი, ევროპა ატრიალდა ამ იმის გამო, მაგრამ სიმართლე უთხრა. თქვენ დღეს გამოდიხართ და ჩვენ ხო ვლაპარაკობდით, ტყუილს ამბობთ თქვენ, არაფერს ამას არ ლაპარაკობდით, თქვენ ცხოვრობდით იუსაიდის ფულზე, ყველანი, თქვენ ცხოვრობდით დასავლეთიდან მიღებულ ფულზე, დღესაც ცხოვრობთ იქედან მიღებულ ფულზე, რომელიც შემონახული გაქვთ, იხტიფარს არ იდეხავთ უბრალოდ. თქვენ ეს გაწყობთ ახლა და გინდათ რომ აი ტრამპის გუნდში მოხვდეთ. არავის გუნდში არ უნდა იფიქრო მოხვედრა, რომ გინდოდეს შენ ქართველი კაცი უნდა იყო საქართველოს გუნდში, ქართველ ხალხთან, საქართველოს მოსახლეობისთვის. გიხარია დღეს უსმენდი ვაშაძეს და წავიდა და თქვა რომ ჩვენ და ასე იგი პოსორად აი ის ვინც იყო გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რომ ჩვენ ყველაფერი და ვაშაძე ლაპარაკობენ იმას, რომ ის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტიო. რით იყო ვიზიტიო? რომ ჩვენ შევავიწროვეთ და დავარწმუნეთ ყველანი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის წერი. ნუ რა გითხრათ ახლა? ნუ ახლა ამას ვეძახით თქვენ თავარს მიდიხართ იქეთ, კი მაგრამ ვინ აკეთებს ამას? ვინ ხართ თქვენ? გამარკვიეთ ის ხალხი, რომლებიც სააკაშვილთან იყავით, მერე ბიძინაშვილი ივანიშვილთან იყავით, რომლებსაც ძალიან კარგი თანამდებობები მიიღეთ, ზოგმა სააკაშვილით, ზოგმა ბიძინა ივანიშვილით. გახარია ბიძინავანიშვილის გარეშე ვინ იქნებოდა რეალურად
და დღეს ეხლა გამოდის და თურმე ბიძინავანიშვილი გაუნათლებ, მე არ ვარ მისი დამცველი. ბიძინავანიშვილი კატასტროფაა ქვეყნის პოლიტიკისთვის. ბიძინავანიშვილი ხაირივით ჭირდება ქვეყანას, მაგრამ არა პოლიტიკაში. პოლიტიკაში დამანგრეველია. ბიზნესაც აქცია პოლიტიკა. ფული ბიძინავანიშვილთან არ შეძვრა და ბიძინავანიშვილს ვინც ქვეყანას ემსახურებოდა, იმათ აქვთ უფლება თქვენ რომელიმეს, რომლებიც ხან სააკაშვილის ემსახურებით, ხან ივანიშვილის ემსახურებით, რა უფლება გაქვთ დღეს, რომ გამოდიხართ და ლაპარაკობთ მთელი საქართველოს სახელით და ჩვენ იქ წავედით? არა ბატონებო, საქართველოს მოსახლეობას ჭირდება ზნეობრივი ავტორიტეტები. ზნეობრივი ავტორიტეტი არის ის, რომელმაც გაუძლო ყველა ეპოქას, არ ითამაშა, აქვს ღუზა ჩაშვებული და იცის რომ ქართული მხოლოდ ქართულზე არ არსებობს. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირიქით ქართული ნიშნავს სწორედ ევროპასთან თანამშრომლობას, ქართული ნიშნავს ამერიკასთან თანამშრომლობას, ქართველი ნიშნავს სწორედ ყველა მეზობელთან თანამშრომლობას და რა ვიცი რა ისეთი აირია სიტუაცია გამოხვალდა იქეთ ხედავ ვიღაც იმასთან დგას ლევილში ესე იგი ჟორდანიას საფლავთან და რა სიტყვები დაგინებს ჟორდანიას ჩვენ ჩავედით ჟორდანიას 26 მაისს გვინდოდა რომ იქ მეცნიერთა კონგრესი ერთი რამდენიმე წლის წინ და სიტყვა პრეზიდენტი რო ვახსენეს ლამის გაგვლახეს რომ პრეზიდენტი რა პრეზიდენტი ანუ აჭრილი ეს ყველა ცდილობს რომ რაღაცით გახდეს ესე იგი აი გამორჩეული ზოგი იმის წინ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლით ზოგი მეფის სამეფო კონსტიტუციური მონარქიის წინააღმდეგ ბრძოლით ზოგი ვთქვათ რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლით ხალხო ადამიანებო იმიტოა საჭირო თანამშრომლობა იმიტოა საჭირო გაანალიზება იმიტომ არის საჭირო ერთ შეხვედრები და დალაპარაკება და იმიტომ არის საჭირო რომ დაპირისპირება არის უბედურება დღეს ხმამაღლა ვამბობ და ეს არის მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილება რომ დაპირისპირებულ მხარეებში მართალიც კი უბედურების მომტანია ვინ უნდა მოხსნას დაპირისპირება ყოველთვის ხელისუფლებას აქვს თავარი გასაღები ხელში თქვენ არ ყოფნით აი ეს გონების განათება არ ყოფნით იმისთვის რომ ეს მოხსნათ განათებული გონება უნდა იმას რომ ეს დაპირისპირება მოიხსნას ქუჩაც დამთავრდება დაპირისპირებას დამთავრდება და ხელებს დაიკაპიცებს ხალხი დახვალ ქუჩაში და ბევრი ეს ავანტიურისტები რო არიან ქართველი ხალხის ზარმაცია რომელიც ის ზარმაცეზია ლაპარაკი სადაც არ წავედით ევროპაში და სხვაგან ლაპარაკობენ ქართველების მსგავსი ესე იგი ჩვენს ოჯახებში არავინ შემოსულაო კი მაგრამ თუ იქ კარგად მუშაობს და თუ უცხოეთში წავიდა და კარგად მუშაობს ჩვენი მეცნიერები არიან საოცარი შედეგებით ჩვენი ექიმები არიან საოცარი შედეგებით ჩვენი კულტურის მოღვაწეები არიან საოცარი შედეგებით ოჯახში ემსახურება თუ სადმე ყველგან გამორჩეული დამოკიდებულება ქართველის მიერ რომელ სიზარმაცეზია ლაპარაკი საქართველოში мотивация არა აქვს რის мотивациაზეა ლაპარაკი რომ მოიკლას თავი და იშრომოს პრაქტიკულად იცის რომ იმაზე უარესად იცხოვრებს ვიდრე ამ შრომის ჩადებამდე ცხოვრობდა მოიკლავს თავს იშრომებს და იცხოვრებს უარესად ეს რა мотивაციაა ამ ასე დროს როგორ შეიძლება რომ ადამიანმა იფიქროს რაიმეს გაკეთებაზე და როგორ უნდა მოხდეს ის რომ მოტივირებული იყოს ეს ჩვენ ამის გეშინია თქვენ როგორც ხელისუფლებას ასევე ვთქვათ მეორე მხარეს ოპოზიციას როცა მეცნიერები ამბობენ რომ 6 თვეში მეცნიერთა პროგრამა აიღეთ და ჩვენ არ გვინდა არც ერთი თანამდებობა მაგრამ 6 თვეში მოტივირებული გახდება საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი ადამიანს ეცოდინება რატომ დგება რა უნდა გააკეთოს რა ექნება ბოლოში და სიხალისით იქნება ხალისით წავა ადგება დილით ხალისით და წავა საქმის აკეთებლად ხალისით აბა ის არის საქმე რომ სასაფლაოებზე გააფორმეთ და ბაღებში გააფორმეთ 200,000 კაცი ჩვენს ფულს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს აძლევთ ამ ესე იგი უაღრესად ჯანსაღ ადამიანებს კარგ ადამიანებს და დადიან ბაღებში პარკებში ვხედავ მთელ საქართველოს შემოვიარე ერთი საქმის გამკეთებელი ვერ ვნახე აცვიათ ფორმები დადიან უბრალოდ ხელფას უხდით 300-400 ლარს და არიან რატო გააკეთეთ ეს იმიტომ რომ არჩევნებისთვის კარგია ეს ადგილები მე გეუბნებით რომ ეს არის ჩვენი ფულის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენება ხალხის ფულის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენება ეს არის ესე იგი ეს გაბერი ამერიკაში გაბერილ აპარატების შემცირებაზე ლაპარაკობენ საქართველოში დღეს ხელისუფლებაში რაც არის დასაქმებული და იღებს ხელფას
80% არის ზედმეტი. მაგრამ ეს ხალხი კარგი ხალხია. ქუჩაში კი არ უნდა კრა ხელი. თავისთავად ფუჭდება ეს ადამიანი უსაქმურობის გამო. და უსაქმურობის ეტალონად იქცნენ გამგეობები, მერიები, რაც მუნიციპალიტეტებს შევეძახით. რატომ? იმიტომ რომ ვერავინ ვერ იღებს პასუხისმგებლობას რამე საკითხი გადაწყვიტოს. ვერ ადამიანებს ელაპარაკებით, ეუბნებ, კარგი რა, თუ ზმახა რაღაცა რო წამოვიწყო, ვინაცას დამაბრალებს და ასე შემდგომ რო ეუბნები, რომ მიხედეთ რა ამგეთ პატარა არაფრის გაკეთება არავის არ უნდა. რატომ? ქვეყანა არის ის, სადაც მართვის სისტემა არის მოწყობილი ისე, რომ ერთი კაცის საქმეს ერთი კაცი აკეთებს. საქართველოში ერთი კაცის საქმეს აკეთებს 100 კაცი. 99 არის ზედმეტი და ამას ვეძახით დასაქმებულს. მე ვიცი რომ იმ პარკში და ბაღში მე ქალაქის ყოფილი ხელმძღვანელი ვარ და ვიცი ძალიან კარგად რომ ორი კაცი რომ მჭირდება 100 კაცს ხედავ. 100 კაცი ტრიალებს იქ. აბსოლუტურად არაფერს, ზოგი რას თამაშობს, ზოგი ტელეფონი, ზოგი. ეს ხალხი უსაქმური კი არ არის, თქვენ გახადეთ ეს ხალხი უსაქმური. იმიტომ რომ 300-400 ლარად იყიდეთ ეს ადამიანები, ხმასაც გაძლევენ და მე ინფორმაციასაც გაწვიან, როგორ ჩანს, რომ ბაღში ვინ დადის, როგორ არის, რა არის და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მაგრამ ეხლა საკითხი ძალიან ბევრია. მე ჩემი პოზიცია იყო და რჩება. არავითარი მომავალი ამ ქვეყანას არჩევნების გარეშე არ აქვს მომავალი. დღეს რეალურად ქუჩაში გამოვიდა არაპოლიტიკური ძალა. ეს არის ძალიან დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნის, მაგრამ მის დისკრედიტაციას ეწევიან პოლიტიკოსები და ტელევიზიები. ეს არის ესე იგი ლაპარაკობენ ერთობაზე და ებრძვიან ერთობას და მე მინდა ამ ნაწილის დასასრულში ვთქვა ერთი რამ. ამერიკის პრეზიდენტი აჯანსაღებს ამერიკას. არა იმიტომ რომ რა გადაწყვეტილებებს იღებს. ნახეთ ჩვენ რა გვაჩვენა მან რა მაგალითი. აი რატოა ხელისუფლებების ცვლილება საჭირო? ამერიკაში ხელისუფლებები რომ იცვლებიან, იცის რომ ერთი რო წავა და მოვა მეორე, ის ამოყრის თუ რაიმე ცუდი გააკეთე შენ. აი ხედავთ რას აკეთებს ტრამპი. რატომ ეშინოდა და რატომ ამერიკამ რა ცუდი სამსახური გაუწია საქართველოს? როდესაც წავიდა შევარდნაძე, ჯერ გავუშვეს ორი ფული იხარჯებოდა შევარდნაძის გაშვებისთვის. ასე იგი სოროსის და ბიძინევანიშვილის. ეს ბიძინევანიშვილის არ უარყვია, რომ მე ვაფინანსებდიო ვარდების რევოლუციას და ვარდების რევოლუცია დაადასტურა ამერიკამ, რომ ფინანსდებოდა სოროსის მიერ. დაადასტურა ისიც, რასაც მეცნიერთა კონგრესი ამბობდა, რომ სოროს ფული არ აქვს. სოროს ფული მიცა ამერიკამ და მე ეს რამდენჯერმე მithქვამს თუ არა და ნახეთ ჩვენი გადაცემები, როდესაც ჩავედი ამერიკაში პირველად 93 წელში და შემდგომ 97-ში და რამდენჯერაც არ ვიყავე, მეუბნებოდნენ იმას, რომ აი არასამთავრობო ორგანიზაციებში გვინდა შეხვედრებიო და მივდიოდი და იყო სახელმწიფო დეპარტამენტში. ესე იგი სახელმწიფო მდივანი ზიეთ მე-7 სართულზე და მე-6 სართულზე არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა, ვინც ნახეთ აქ, ყველა იყო მე-6 სართულზე, ანუ იმ შენობაში. რომელ შენობაში ამას პირველად ხوار მომბობ აქ. არიცით თქვენ რომ დადიხართ იქ და რომ მე ერთხელ ვიყავი იქ და იმის შემდგომ ძალიან შემერყა ჩემი წარმოდგენა და ვიფიქრე იმის თაობაზე რომ ეს ფული რომელიც მოდის არასამთავრობო ორგანიზაციების მერე და მით უფრო ხსნის არმია როცა ვნახე, როცა ძალიან ბევრი იმის საქმიანობას დავაკერდი, მივხვდი რომ ეს ფული საწინააღმდეგო იყო და რას აკეთებს ტრამპი? ტრამპი ამბობს იმას რომ ჩვენ აღარ ჩავერევით, აღარ გვინდა დავამთავრეთ ეს ყველაფერი, აღარ გვინდა სხვებთან ურთიერთობა. ეხლა ძალიან დაიძაბა ევროპისა და ამერიკის ურთიერთობა და ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ამერიკას აღარ ახსენებენ, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს რომ ევროპის ისინი მოიპოვოს და რაღაც ამ მიმართულებით. ჩვენ არაფერი, ჩვენ სამუშაო გვაქვს შიგნით. ძალიან კარგად უთხრა ვიცე-პრეზიდენტმა ევროპას, რომ ევროპის პრობლემები ევროპის შიგნითაა. ძალიან კარგად უთხრა ის, რაც 7 წლის წინ და აგერ ყველა იმაში ჩვენი გამოსვლებია კიდევ კარგი რო დევს საიტზე ჩვენ ვამბობდით რომ ევროკავშირის ესე იგი ფასეულობები თუ არსებობს ასეთი და შეხედულებები და ევროპული ღირებულებები განსხვავდება ერთმანეთისგან. მე მახსოვს რამდენიმე ხნის წინ ძალიან საინტერესო პიროვნება საეგერ თავისუფალი თეატრის დირექტორს როცა უთხარი, უცხოეთში მივდივარ ამას გამოვიყენებო და ჩაიწერა, როცა მე მას უთხარი რომ ასეთი ის არის მეთქი რომ ჩვენ უჭერს დასავლურ ღირებულებებს მხარს, მაგრამ დასავლური ღირებულებები და ევროკავშირის ღირებულებები წინააღმდეგობაში ერთმანეთთან. ეს უთხრა ვენსმა
იმას ამას რა თქმა უნდა შეიარაღებული თვალითაც აშკარად ჩანს ეს ყველაფერი. აი ორბანის მიმართვა ეხლა რომელსაც მიმართა ესე იგი ევროკავშირის ხელმძღვანელს ეს საშინელი მიმართვაა. ორბანის მიმართ საქართველოში ესეთი ჭრელია დამოკიდებულება. როცა სააკაშვილი მისი თანაშემწე იყო თუ რაღაც სამსახურში იყო იქ თელის აკებდნენ და ადიდებდნენ ეს. ესე იგი ეს წარმომადგენლები სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლები. დღეს როდესაც გამოდის ევროპის წინააღმდეგ და ტრადიციული ღირებულებების დამცველად ლანძღავენ ჩვენთან. მე ძალიან კარგად ვიცი ესე იგი მაშინაც გეუბნებოდით რომ აკებთ მეთქი ორბანს მაშინ მეუბნებოდი ნაციონალურ მოძრაობას და იქ აკებთ ჩინეთი გიყვართ ჩინეთში კომუნისტური პარტიაა აქ ორბანი გიყვართ კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი ყოფილი უნგრეთის იქეთ ესე იგი მერკელის მიმართ კეთილი განწყობა იყო ეუბნებოდი რომ მერკელი გიყვართ ორბანი გიყვართ ჩინეთი გიყვართ ესე იგი ყრელა ერთი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი იყო მეორე უნგრეთის კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი იყო და ჩინეთში კომუნისტური პარტიაა დღეს ამის ესენი გიყვართ ყველაფერი და აქ საქართველოში ესე ბრძოლას უცხადებთ თუ ვინმე რა ნუ კატასტროფა ხო არის რა ეს ყველაფერი ეს შეხედულებები ხო ეს სიმახინჯეა უბრალოდ არა სიმახინჯე და მეტი არაფერი ეს რეალურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ რასაც დღეს აკეთებს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რასაც აკეთებს ტრამპი იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების ცვლილება არის ძალიან სწორი და კარგი, იმიტომ რომ ერთი ხელისუფლება რომ მიდის და მეორე მოდის, ის ხელისუფლებამ რომ იცის, რომ შეიცვლება, ის შეცდომებს არ უშვებს. ბიძინა ივანიშვილის დღეს წასვლა უჭირს იმის გამო, რომ ისეთი კორუფციაა მის დროს, ისეთი დანაშაულობებია ჩადენილი მის დროს, რომ ეშინია უკვე ამისი. ეშინია. მას არ აყავს ისეთი პატრონი, როგორც ყავდა შევარნაძეს უთხრეს სააკაშვილმა რომ მოიგო, ჯერ რევოლუცია ხო ემათ მოახდენინეს. მერე უთხრეს რომ შევარნაძე დაეთანხმა რევოლუციას, წავიდა სახში, დაანებეთ, არ შეეხოთ. ამიტომ ვერავინ ვერ ამოიღო ის მასალები, რომელიც თქვათ შევარნაძის პერიოდში უმწვავესი რამეებია, რომელზეც დღეს საუბრობ ჩვენ, ან ნულოვანი აუქციონი ვინ გამოიტანა, მაგრამ ეს თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ გაკეთებული იყო და ამიტომ ან თუნდაც ის პრივატიზაცია, ან ის სესხები ვინ აიღო და რაღაც აზრს დღეს ვაპარაკობთ. მაგრამ შევარნაძეს არ შეეხოთ, ამიტომ არ შეეხენ. მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და უთხრეს სააკაშვილის გუნდს იმას არ შეეხოთ. არაფერს არ შეხებია დღეს ახლა ყველაფერს ზედაპირულად გვეუბნება ჩვენ მაშინ არ გქონდა საშუალება, რა არ გქონდა საშუალება, თუ დამოუკიდებლად და გამარჯვებული მოდი, აი ხოვდა როგორ იქცევა ტრამპი. და არ ყველაფერზე მიდის იმაზე რომ შეიძლება ავტორიტეტი დავკარგოს, შეიძლება სიცოცხლე დაკარგოს, მაგრამ მიდის ამ იმაზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სხვანაირად, რისკი არ ნაბიჯების გარეშე. როგორ შეიძლება დამალული იყოს სადღაც და დამალული იმიდან მართავდე ქვეყანას, ეს წარმოუდგენელია ყველაფერი. აი ამიტომ ჩვენ ღია პოლიტიკის მომხრეები ვართ. ღია პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ ხალხში ხარ, გადიხარ ხალხში, ლაპარაკობ დაცვის გარეშე. საქართველოში ხელისუფალთა დაცვაში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე წარმოებულ სფეროში, ეკონომიკის წარმოებულ სფეროში. გინახავთ ამნაირი რამ, თქვენ როგორ შეიძლება ეს ქვეყანა იყოს, სადაც აი ვიმეორებ, რომ დაცვაში გაცილებით მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე წარმოებულ სფეროში საქართველოში. ეს ხო ნონსენსია. მე ციფრები და ანალიზები მაქვს ისეთი, რომ აი გამოაქვეყნებ ალბათ 15-20 ციფრი ვამზადებ ახლა და იქნება გარკვეული პერიოდის შემდგომ 15-20 ციფრი, აი რომელთა გამოც ჩანს რომ ჩვენ ქვეყანა აღარ ვართ უკვე. დემოგრაფიით დაწყებული, დამთავრებული ყველაფერი იმით, რაც დაკავშირებულია რა განსხვავებაა მდიდარსა და ღარიბ შორის. ასეთი სიღრმე ამ ორ იმას შორის, როგორი განსხვავება რაოდენობრივად, რომ რამდენჯერ უფრო მეტია ყველაზე ღარიბზე, ყველაზე მდიდარი, სოფლიომ არ იცის, არსად არ არის ეგეთი რამ. აი წარმოიდგინეთ თქვენ, ამ ციფრებზე არავინ არ ლაპარაკობს. არიან დადიანი, გაკინული ბიუსტებივით, ხალხთან ლაპარაკი არ შეუძლიათ, მისვლა არ შეუძლიათ, ქუჩაში გასვლა არ შეუძლიათ, ავტობუსში ვერ შედიან, იმაში ვერ შედიან, მეტროში ვერ შედიან, დაილაპარაკები ზოგიერთ დეპუტატს და მეტროში არ უმჯდარ ვარ მისი გახსნიდან, ამით ტრაბახობს თანაც. დეპუტატს მანქანა არც უნდა ემსახურებოდეს. დეპუტატი ხალხში უნდა ცხოვრობდეს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა ამას არ მოითხოვს და ვიდრე საქართველოს მოსახლეობას არ ექნება იმის განწყობა, რომ იცხოვრეთ ჩვენი ცხოვრებით. თქვენ ხართ მსახურები
ჩვენ აგირჩიეთ ჩვენს მსახურად და თქვენ უფროსობთ, თქვენ უფროსები არ ახართ. ხელისუფლება მსახურია და არა უფროსი. ეს უნდა გაჭედოს ყველა ადამიანმა საკუთარ თავში, ჩაიჭედოს და უნდა იცოდეს ის, რომ ხელისუფალს არ ალაპარაკოს ის, როგორც დღეს გველაპარაკებიან ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლება უნდა იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და უნდა გამოდიოდეს ანგარის უნდა აბარებდეს. 100 დღე გავიდა თუ დაკანონებული რო არის ძალიან ბევრი რა გააკეთა, როგორ გააკეთა ჩვენთან საქმე არის ის, რომ მე დავამარცხე წინა, მე მოვიგე წინას, მე ვასამართლებ ერთ პარტიას, მეორე ამბობს რომ მე კედელთან დავაყენებ იმას. რა არის ეს საკარგო? მე როგორ ცხოვრობ, საზომი არის ეგ. ანუ ქართველი კაცი თუ ხალხის ცხოვრება უკეთესდება, ესაა კარგი ხელისუფლება. თუ თქვენ ებძვით ერთმანეთს და ლანძღვა კარგად შეგიძლიათ, გინება და ცემატყება ერთმანეთის. მზიამაღლობელი, რომელიც მიმაჩნია მარტო ის კი არა, რომ შიმშილობა შეწყვიტეო. ხელისუფლების სირცხვილია მზიამაღლობელი. ხელისუფლების სირცხვილია. და ოპოზიციისაც, იმიტომ რომ ოპოზიცია იყენებს მას თავისი დადიან ევროპაში და შეხედეთ რას უშვებიან მზიამაღლობელს. თქვენ გაწირეთ ეს ხალხი ოპოზიციამ. ხელისუფლება და ოპოზიცია წირავთ თქვენ ამას. რა უნდა ამას? როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში გყავდეს ჩართული ადამიანი 1000-ჯერ მithkoms და ვიმეორებ, რომ პარლამენტის ცემატყებაა პარლამენტში. მე იმ პოლიციის უფროსს რა უთხრა, რომ ყუში გამაცა დღესაც მაქვს კვალიო და თუნდაც იმას ავიღე. რომელ პოლიციის უფროსია ლაპარაკი? ჯერ პოლიციის უფროსად რა გინდა ქალმა გაგარტყა ხელში და იმას უჩივიდა ის ქალი არის იმაში. პოლიციის უფროსი რო იყო, წახვიდოდი აქედან, თანამდებობიდან გადადგებოდი. ღირსება რა გქონდეს? პოლიციის უფროსი კი არა ჩუჩელა ხარ. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მე არ მიყვარს ეს გამოთქმები, მაგრამ ვიმეორებ დღეს რომ ნახე რომ რას ლაპარაკობდა, ეს ისა რომ ხელი რო გამარტყა, ეგეზე ქალმა ხელი რო გამარტყა. რომ ყურსა და იმაზე რაღაც დღესაც მაქვს და იმას გავივლი ექსპერტიზა. სასაცილო არ არის და ეს არის პოლიციის უფროსი. მე ვიცი პოლიციის უფროსები, რომელიც ჩვენს ბავშვობაში ჩიტიანი იყო, ერთი 10 მეტროში ვერ მივდიოდით მასთან და რაღაც ერთი ღირსებები ქონდა და კაცები იყვნენ და რაღაც პოლიციის უფროსები ვიცი, ჯერ ერთი ხელი რო გაარტყა, ქალს წავიდოდნენ, აღარ გამოჩნდებოდნენ. აღარ გამოჩნდებოდნენ, იქამდე არ მიიყვანდნენ საქმეს, რომ ქალს ხელი გაარტყა. და მე აღარ გამოვიდოდნენ და პოლიციის თანამდებობიდან წავიდოდნენ. ეს იყო ღირსება. თქვენ ტრაბახობთ იმით, რომ დაიჭირეს ქალი და შიმშილობს, რომელმაც თურმე ხელი გაგარტყათ. და ამას ქვია პოლიციის უფროსი. მე მცხვენია ბესელიასი. დავთანდილ ბესელიას მის მამას მინდა მიმართო. თქვენთვის ხელი რო გაარტყა ვინმე, თქვენ წახვიდოდით, მე დარწმუნებული ვარ, რო არ წასულიყავით, მე გაგიშვებდით თქვენ. არ გაგიზდიათ თქვენ კარგად ეს შვილები ამის ისა და გაჩუმებული ხართ ძალიან ბევრი ეს პოლიციის ყოფილი უფროსები და ისინი, იმიტომ რომ თქვენი შვილები და ისინი დააწინაურეს. ქვეყანას მიხედეთ გამყიდველებად ნუ გაჩნდით. ეს ბევრია ძალიან ბევრი კიდე იმაში, რა ქვია ეს თქვენი მოგვარია ბესელია, ჩემთვის საზომი სენაკში არავინ არ ახარ თქვენ. აი ეს დიდი პოეტია ბესელია, რომელიც იქ არის და თქვენ 200 მეტროში ერთმანეთისგან ცხოვრობთ და მოусმინეთ რას წერს და რას ამბობს. ესე იგი ეს დიდი პოეტი დღეს რასაც ამბობს, თქვენ საწინააღმდეგოდ აკეთებთ. რომელია მართალი? პოეტი ბესელია მართალი. თქვენ არ ახართ მართალი, თქვენ ხართ მსახურები. და ის დგებუაძე ვინც არის იგეთ, გვარცას და ყველას არ თქვენ თქვენ. ქალმა ხელი გამარტყა და წავალ და გავიღებ ამის იმას. სასაცილოა ეს ყველაფერი. ხელისუფლების სირცხვილია მზიამაღლობელი, ხელისუფლების სირცხვილი. მთელი ხელისუფლება და ყველა დაამარცხა ერთმა ქალმა. და ალაპარაკა მთელი მსოფლიო. და ამას ითმენთ, უყურებთ ამას და თქვენ გონიათ რომ რაც უფრო იმას დაჟი თქვენ მზიამაღლობელს, მით უფრო ძლიერები იქნებით. ჭაში ხალხი გივარდებათ, გიცვივდებათ. ნებისმიერ ქვეყანაში ერთი ფაქტი რომ მოხდეს, ამის ერთი ფაქტი. მთელი ქვეყანა ფეხზე დადგებოდა. საქართველოში უამრავია, თბილისში ასეთი, ბათუმში ასეთი, ყველგან ასეთი ჭაშიდანვია. გაიარეთ რუსთაველის პროსპექტზე, აგერ ტროტუარზე ხეებია დადებული, იმათ ტროტუარზე რუსთაველის პროსპექტზე. და ქალაქის მერი ტრაბახობს რაღაც ამით და ვინმეს გონია, ვის ვაკრიტიკებ? მე მინდა რომ ქვეყანა იყოს ძლიერი. მე არავის არ ვაკრიტიკებ, თქვენ რო გონიათ და რაღაც ამ იმას და წავდით და კიდე ერთხელ ვიმეორებ, ვინც მაგრიტიკებ თქვენ ქუთაისელი არც ერთი არ ხართ, ან თუ ხართ მზად ვარ რომ ყველა უნდა შევკრიბო ერთხელ ვინც მე მაგრიტიკებ და ქუთაისში და რომ მეუბნებიან მას რა გაუკეთებია. გამოვალ იქ და ვილაპარაკებ ხალხის წინაშე რა გამიკეთებია და შეგწყვება თქვენ ძალიან ბევრი იმას.
ეხლა რაც შეეხება თავარი თემა რაც არის ჩვენი მე მაინც გამუკეთილად ვამბობ ტრამპი რასაც აკეთებს დღეს დამაფიქრებელია ყველასთვის მე გარწმუნებ თქვენ რომ როდესაც ამერიკის ხელისუფლება მე ამაში ვადანაშაულებ ამერიკის ხელისუფლებებს რომ მათ დაიცვეს შევარდნაძის პერიოდი რომ არ განკიკო არაფერი არ გააკეთოთ დაიცვეს მე სააკაშვილის პერიოდი და ივან არ განკიკოთ ეხლა ივანიშვილის ეშინია იმდანი უბედურებებია ნაკეთები მსგავსი კორუფცია რომელიც დღეს არის საქართველოში მერიებში და გამგეობებში სამინისტროებში მსგავსი კორუფცია რომელიმე ქვეყანაში წარმოუდგენელია რომ იყოს და ღმერთმა უკნას რომ საქართველოში ოდესმე იყოს ამიტომ ეშინია ბიძინა ივანიშვილს რომ აი მოვიდეს მაგრამ არაწყობს რატო არ ლაპარაკობს ამაზე ესე იგი ნაციონალური მოძრაობა თვითონაც იგივეს აკეთებდა ამიტომ იგივეა აი რომ ლაპარაკობ დღეს თქვენ აი ვიღაცას რაღაც სახლები და რაღაც ისინი და თუნდაც ქადაგიშვილი რო გამოვიდა და ესენი ესე იგი ბიძინა ივანიშვილმა დიდრები წამოწია და თქვენ კალოშებიანი ხალხი გახადეთ მილიარდერები კალოშებიანი ხალხი მოვიდნენ კალოშებით და მილიონერები და მილიარდერები არიან განსხვავება რა არის განსხვავება არის ორივე ჭამს ქვეყანას მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა დიდრებს სააკაშვილის დროს გამდიდრებულებსაც უთხრა რომ წვანეგზა გაქვთ დიდრებისაა ეს ქვეყანა და მოდით ვიაროთ და ესე იგი გადაუაროთ ამ ღარიბებს და იმათ რა ქვია არაფრის მქონე ხალხს გადაუაროთ პოლიტიკოსი რომელიც მან ის არ აქვს ფული არ აქვს ის არ აქვს ყველაფერი დაყადაღებული აქვს მანქანა არ აქვს არა ფეხი დადის ის არ არის აშიში თავარი ამას ტელევიზია არ მივცეთ და არაფერი არ მივცეთ მაგრამ აი ვისაც ახლა დღეს ვინმე რო გამოაცხადოს და აი სადღაც თქვას რომ აი აგერ ამ პოლიტიკოს 1-20-30 მილიონი აქვს ან ვინმესთან რო წავიდეს რაღაცა იმ წუთშივე იმის მიმართ ეს არის ან ქვეყანა ან თქვენ ხართ პარტია ან თქვენ ხართ პოლიტიკოსი წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ბატონებო შიშველ ხელებიანთა მოძრაობა ნაციონალურ მოძრაობასაც დაასრულებს ამ ქვეყანაში თავის ნატეხებთან ერთად და ოცნებასაც დაასრულებს ამ ქვეყანაში თავის ნატეხებთან ერთად მაგრამ დასრულება არ ნიშნავს ტყვის როლას დასრულება ნიშნავს საქართველოსთვის ბრძოლას რომ თქვენ ვერ იბოგინებთ ისე როგორც ბოგინობთ თუ ჩვენ გვინდა ქვეყანა მხოლოდ ამ გზით 31 მარტი იქნება წყალგამყოფი სადაც გაცხადდება სწორედ ეს პრინციპული პოზიციები მე ვიცი რომ ამ პრინციპული პოზიციების რო ეშინიათ იმიტომ ვერ მოვლენ იქ ვინც ვერ მოვა მაგრამ ვიღაცა ხო გაბედავს ვერ გაბედავს ჩვენ ხო შევეცდებით რომ ხალხს უთხრათ ეს ყველაფერი რაც ათქმელია და ვთქვათ ის რომ არ ვებძვით ჩვენ არც ოცნებას არც ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ ვებძვით საქართველოსთვის რადგან არ უნდათ მას აი ეს არის ჩვენი პროგრამები და დავიწყოთ ამით და რა ის რომ ვირბინოთ ევროპაში და ის უთხრათ რომ აბა დაასანქცირეთ ეს აბა დაიჭირეთ ის აბა ესროლეთ თქვია იმას არა ჩვენ ყველა გჭირდება ჩვენ ამ ქვეყანაში ყველა არავინ ზედმეტი არ არის და მე არ მჭირდება კიდე ევროკავშირი იმისთვის და არავინ ნორმალურ ხალხს და მეცნიერები ყოველ როცა იკრიბებიან იქ ამბობენ რომ სირცხვილია ეს რომ ჩვენ გარე ძალების დახმარებით გინდა დავამყაროთ აქ წესრიგი ესე იგი იმათი საშუალებით რეტრესიკს დაამყარებ იმათ უნდა ემსახურო მე აბა სხვანაირად როგორ გინდათ ამიტომ არის ძალა მეცნიერება რომელიც ამბობს ჩვენ ვიქნებით ყველასთან კარგად მაგრამ არავის დახმარებით არ გვინდა ბრძოლა ვინმე წინააღმდეგ ჩვენ ვიქნებით ხალხში ვიქნებით ხალხთან ვიქნებით მეცნიერულ პროგრამებში გაერთიანებული არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წარმომადგენელი ხართ მეცნიერება არის მეცნიერება მას არ აქვს საზღვრები უსაზღურო ეს და ამიტომ ჩვენ ვერთიანდებით მეცნიერულ პროგრამებში და გვინდა მომავალი სასაუბრო ბევრია მე უბრალოდ მინდა ეხლა შევეხო იმ საკითხს რომელიც გამოც თქვი შესავალში და დღესაც არ მინდა აქ რომ აი აგერ მიდევს ამდენი კომენტარი დაახლოებით 400-მდე კომენტარი სხვადასხვა ადგილებში დაიწერა გამოქვეყნდა რაზე რომ მე გამოვაქვეყნე სურათი რამდენიმე სურათი რომ ამ სიცივეში და მძიმე რამდენიმე ერთი დაახლოებით 1-20 დღის წინ გამოქვეყნდა პირველი რომ ხალხს ძინავს
პარკებში, ბაღებში. ამას მოყვა მთელი ამბები, რომ ნაცვლად იმისა, რომ ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, 80% იყო პოზიტიური, დიდი მადლობა ბევრმა ისიც კი, რომ სად არის ეს, რა ადგილია მომწერეთ და აგერ ვართ და სახში წავიყვანთ და მევეხმარებით და ძალიან კეთილშობილური და მადლობა, ეს არის ქართული განწყობა. ეს არის ქართული განწყობა. ეხლა აი ვთქვათ, მე გამოვაქვეყნე შემდგომ დავწერე ერთ-ერთ იმაზე და მე არ ვიცი, ესენი უყურებენ, არ უყურებენ, ძალიან მინდა რომ ამ ხალხმა რომ ნახოს ეს და დავწერე ასეთი რამ, რომ როგორ ჩანს ეს პრობლემა კარგად არ არის გაცნობიერებული ქვეყანაში. მე მხოლოდ მაქვს ორი პრობლემა, რომელსაც დღეს ვეხები. ერთი ეს არის მიუსაფარი და გაჭირებული ადამიანებისადმი დამოკიდებულება და მეორე ეს არის ნარკომანია. მე ვერ შევძლებ რომ დღეს ამოვწურო ეს, მაგრამ ამ საუბარს დავიწყებთ და დავწერე ასეთი რამ, რომ ესე იგი კარგად არ არის გაცნობიერებული და პირდაპირ ეთერში შევეცდები ვაჩვენო ამ პრობლემის სიღრმე და პასუხის გავცე კითხვებს. გონიერი ადამიანები შეუერთდებიან პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. ურწმუნო თემები დარწმუნდებიან, რომ ეს არ არის მარტივი პრობლემა, რაც ხდება, იმის გამართლება არ შეიძლება, თუნდაც იმის მოტივით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ასია და ჩვენთან არ უნდა გვიჭირდეს ამის გაგებაო. საქართველოს უნდა იყოს ქვეყანა ქუჩის მათხოვრის გარეშე. ამავე დღეს დავიწყებთ საუბარს ნარკომანიის პრობლემებზე და ეს მეორე საკითხია უკვე. მოდით აი ამ პირველ ნაწილს შევეხოთ. ჯერ ერთი, იქ ლაპარაკობენ, რომ მე რომ ვამბობ სათაურს მინდა შევეხო. რა წერია ჩემს იმას, რომელიც გამოვაქვეყნე, რომ ეს არის ოლიგარქიზმის შედეგია მეთქი ეს. ოლიგარქს რო ახსენებ, ყველას ბიძინა ავანიშვილი, თქვენ ვინც ბიძინა ავანიშვილის მხარდამჭერები ხართ, ყველას გონიათ, რომ ამ ქვეყანაში მარტო ბიძინა ავანიშვილია ოლიგარქი. ან ვინმე რო ლაპარაკობს ოლიგარქზე, ამაზე დიდ შეურაცხყოფას თქვენ ვაყენებთ, მას მე არ მიმყენებია. მე ვამბობ იმას, რომ ყველა პარტია, რომელმაც კი გადალახა 1%-იანი ყველგან ოლიგარქია. რა ბიძინა ავანიშვილზე ნაკლები ოლიგარქია ხაზარაძე? ბიძინა ავანიშვილზე ნაკლები ოლიგარქია? ნაყოფია. ბიძინა ავანიშვილი რომელი პარტიაც გინდათ მითხარით და ყველა პარტიაში არის ერთი კი არა, რამდენიმე ოლიგარქი. და მე ვამბობ იმას, რომ დავანებოთ, მე რატო ახსენე ხაზარაძე? ვიღაცა მეუბნება, რომ ერთი და ორი კი არა, 1000-ობით კი არა, 10000-ობით სახლი აქვს, ჩამორთმეული ბანკებს, დაკეტილი. გააპარტახეს ქვეყანა, გაუშვეს ქვეყნის გარეთ, რომ გადარჩნენ და ვალები გაისტუმრონ. დაკეტილი აქვს ბინები. თვითონ პოლიტიკაში არიან. ესე იგი, რასაც უნდა იმას აკეთებენ, როგორც უნდათ ისეთ რეალებენ. და რეალურად ადამიანებისკენ ხელი რო გაეწვინონ, ამის ის არა აქვს. აი ესත් არის იმ სათაურში ბატონებო, მოცემული. რომ იცოდეთ თქვენ. იქ არ არის ერთ ოლიგარქზე და სულ არ არის ბიძინა ავანიშვილზე საუბარი. მე ვლაპარაკობ იმ ბანკირებზე, რომლებაც გააპარტახეს ეს ქვეყანა. გააპარტახეს და დაძდებთ თქვენ კიდევ უკან და ხმას აძლევთ. ყველა პარტიაში 1-2 სერიოზული ბანკირია. გამოდის ბატონი გილაური, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რა ფული იშოვე ასეთი, რომ გამოდის და რაღაც იმისი თუ ვინმე სამსახურიდან, როგორც ბიძინა ავანიშვილმა გააკეთა განცხადება მაშინ, შეცდომა იყო, ვისაც გაგათავისუფლებთ სააკაშვილის რეჟიმი, მე გადაგიხდით ხელფას. გამოვიდა ახლა და გილაური. რა იშოვეთ თქვენ კალოშებით მოსულმა კაცმა? ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი რო იყავით და ეს ამას უაკეთებთ და თქვენ რო გისმენს ხალხი, რა იშოვეთ ეს? ამიტომ არ მოგწონთ თქვენ თემურ შაშიაშვილი, რომ მას არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში მე ვერ ვხედავ ვერც ოპოზიციასა და ვერც ხელისუფლებაში ზნეობრივ ავტორიტეტს. თქვენ რა უფლება გაქვთ? პრემიერ-მინისტრი ხართ, ყოფილი რომ ბანკი ჩაიგდეთ მე ხელში და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოაგვარეთ ურთიერთობები, გააპარტახეთ საქართველოს მოსახლეობა. თქვენზე ვლაპარაკობ, მე სწორედაც როცა ვლაპარაკობ ოლიგარქები. ოლიგარქები ხართ თქვენ ყველანი, რომლებაც დიდი ფული იშოვეთ ქვეყანაში ხალხის გაღატაკების ხარჯზე. და მარტო ბიძინა ავანიშვილი არ არის ოლიგარქი. ეს სათაურთან დაკავშირებით. მეორე. მე 3 წელია ვხედავ ერთი და იგივე ადამიანები რომ ზიან ერთი და იგივე ადგილზე. მათხოვრები. იმ ადგილზე მეორე არ მინახავს. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს მაფიაა? არ ფიქრობთ ამაზე? და დაელაპარაკეთ ამ ხალხს და კითხეთ.
ყიდულობენ ადგილს, მათ ხოვრობის ადგილს ყიდულობენ. მე სერიოზულ პრობლემებს შევეხე ბატონებო. სერიოზულ პრობლემებს. სამათხოვრო ადგილი იყიდება ქვეყანაში და ყველა ფულს იხდის ამაში. არ იცის ეს ხელისუფლება? არ იცის ეს ნაციონალურ მოძრაობის დროსაც ასე რომ იყო და ეხლაც რომ ასე ეს არ იცით? კარგით, ეს ერთი საკითხი, მეორე, აი რა სერიოზული პრობლემაა რომ გითხრათ. იმ ბაღებში, სკვერებში ქართველები კი არ არიან მარტო. ეხლა ვერ მეტყვით რომ პირველად თქვი ეს. 1-2 წელია ვლაპარაკობ რომ ხალხო, იქ არიან ადამიანები, მე გავესაუბრე, ჩამოვიდნენ ირანიდან, არაბული ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ჩამოვიდნენ და რო ვეკითხები რატო წევხარ აქ, რა თუ აქ უფრო იაფი მიჯდება აქ ცხოვრებაო, როგორი იაფი გიჯდება? წყალი უფასოა, პურს ყიდულობ, წევარ ბაღში, სადარბაზოში ან სადგურში, ფულს არ ვიხდი, მუშაობ ძიმე სამუშაოზე, ფულ ანსღაურება მაქვს დიდი, რამდენი რო ვეკითხები, ახლა კინაბეტონი აქვს დასანგრები, კაც დილის 8 საათად, საღამოს 8 საათამდე და 200 ლარს უხდიან. რაღაც, სახში დიდი მძიმე სამუშაოა. შეიძლება ქართველი არ მიდის იმას სამუშაოდ, იმ ფაში. მუშაობენ 150-200 ლარს. ამბობენ რომ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს და მთხოვნელის ბევრი მყავს. და მე რა მეთქი, ამას 1-2-3 თვე იმუშავებ, 20-30 ლარს მოვაგროვებ, ვიყიდი მე მიწა სახს აქ და მე თვითონ შევქმნი მეურნეობას და დავიქირავებ ხალხს. ვის დაიქირავებს? ან თავის ხალხს ჩამოიყვანს ამ ქართველს. თქვენ ვერ ხედავთ ამ პრობლემას ხალხო, ადამიანებო. მე ფართო პლანით ვხედავ ამ პრობლემებს და არა ისე როგორც თქვენ გონიათ რომ მე მჭირდება ახლა იმისის რომ ვაჩვენო რომ აი როწევს იქ ამით ხელისუფლებას ვაკრიტიკებ. მე ხელისუფლებას და თქვენ ყველას გეუბნებით რომ ეს არის სერიოზული პრობლემა ამ ქვეყნისთვის. სერიოზული. გითხარით პირველი რომ თუ ვინმე მეტყვის რომ სადაც ერთი მათხოვარი ზის თუ გინახავთ მეორე მის ადგილზე. ეხლა თუ სხვადასხვა სმენაში არიან ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი და იგივე რომ ზის ერთ ადგილზე. აბა მოინდომეთ ერთი თქვენ ვინმეს უთხარით და დასვით იქ ადგილზე თქვენი ნაცნობი თუნდაც მოსინჯეთ. და როგორ დაეტაკებიან მას და ვინ მივა მასთან და ეთქვის ეს შენი ადგილი არ არისო. მაფია სერიოზული ხო? მეორე აი აგერ გითხარით რომ ჩამოვიდნენ, გახსნილია კარები 150-160 ქვეყანასთან, ასეთი ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაბედა, რომ 160 ქვეყანასთან კონდეს უვიზო მიმოსვლა, ან შერბილებული სავიზო რეჟიმი. ეს საქართველოს გააკეთა. და რა გამოიწვია ამან? გამოიწვია ის, რომ ჩამოვიდნენ აქ უპოვარნი სხვა ქვეყნებიდან პურს ჭამენ მარტო, რომელიც 1 ლარი, 2 ლარის პურს ყიდულობენ დღეში, სვამენ წყალს და აკეთებენ ამ საუშოს ფულს აგროვებენ. ეხლა პირველად ხო არ მომბობ დაახლოებით სააკაშვილის რეჟიმის დროს ადრე მივედი, აი ვნახე მდიდართა უბნები რომ ქვია, იქ დილით. აბა ერთი ვინმე გაბედოს, აი სულ არის ურნები, ნაგავს როყრიან. აი ცნობილი სახლი იყო გეგეშიძის. და იქ როდესაც ზურაბ ანჯაფარიძის სახლში ცხოვრობდი გარკვეული პერიოდი, იქ გავდიოდი კონსტანტინე გამსახურდიას ძებთან, იქ ვიჯექი. დილით 5-6 საათზე რომ ვამთავრებდი მუშაობას, გარეთ გავივლიდი და ნუ აი ვხედავდი ამ იმას, რომ მოდიოდნენ და გავდაველაპარაკებოდი ამ მათხოვრებს. გლდანიდან ჩამოდიოდა მათხოვარი. და ეძებდა იქ და მე ვუნები აქ რატომ მოდიხარ, რომ მდიდრების უბანიეო. და აქო უფრო სხვა რამეზე ჩვენთან ღარიბები არიან. ხალხო, ამაში თელი ფილოსოფიაა. მე ამას დღეს კი არ ვაკეთებ. და ქუთაისში ფეხით ასე მარტო იმას კი არ დავდიოდი, რომ აი იმიტომ რომ ფეხით სიარული მიყვარს და ეს კი არ იყო, არამედ გძნობდი, ვსუნთქავდი, ქალაქს ვსუნთქავდი. და ვსუნთქავ მე თბილისს ვხედავ და ასე მართვა არ შეიძლება ქალაქის. დადით გაიარეთ რა ტროტუარი არის იმისი თავრობის სახლის, აი რომ ჩადიხარ თავრობის სახლზე აქედან, სადაც ეხლა უშიშროებაა, ადრე რომ იყო ძველი ცეკაშენობა, ჟავანად სადაც იჯდა. აი გაყევით ტროტუარს და თქვენ და ნახეთ და მე იფიქრეთ იმაზე რომ ქალაქის ცენტრში რო ეს ტროტუარი ექნება. ან იმ ხელისუფლებას წინას, ან თუნდაც იმის წინა ხელისუფლებას, ან ამას რა ხმა გაქვთ ამოსაღები.
მაგრამ ამას ხო თქვენ გონიათ რომ ამას ვლაპარაკობ მე არაფერი არ მჭირდება ბატონები მე ამ საუბრით მტერს უფრო ვიჩენ იმიტომ რომ მე მეგონა რომ თქვენ იგებდით ამას ძალიან ბევრს მინდა დიდი მადლობა ვინც იგებს მეგონა რომ თქვენ გაიგებდით და ამა თქვენ გინდათ ამით გამოიჩინოთ თავი ახლა მე არ ვარ ის პიროვნება ბატონებო აი რომელიც იმ სურათი რო გადაუღე იმას მე უფრო მეც გეტყვით თქვენ 3 წელი აი ვერ აყენეს ეს ქალი და ის შეწუხებული იყო ყველა აი მიწისქვეშა გადასასვლელში თავრობის სახლიდან წინ პირველი სკოლიდან რომ ადიხართ ქაშვეთთან კიბეებზე ცხოვრობდა 3 წელი ქალბატონი ვის არ უთხარი ეუბნები ხალხო რა შვებით ქალია საქართველოა კიბეზე წერს სუნი ნაგავი უბედურება ეხლა ვისაც ჩემი გამწყუნება გინდათ ჩადით და დაელაპარაკეთ იმ ხალხს ვინც იქ მაღაზიები რო აქვთ შეწუხებული იყო ყველა აი რო გამოქვეყნდა ეს სურათი მეორე დღესვე ამ ხელა საქმე გაკეთებულა მე 3 წელია ვიცოდი ეს მაგრამ თურმე 5-6 წელი ეს ქალი წერს იქ ესე იგი თბილისში ქალი ცხოვრობდა კიბეზე ხალხო ქაშვეთის კი ასასვლელთან თქვენ ამარტივებთ ამ პრობლემას მე რა უთხრა იმ გამგებელს რაიონის და მე რა უთხრა იმ ხელისუფლებას აი რომელიც ასეთი ეკლესიის წინ ამას კიდე პარლამენტთან ყველაფერი კი ბატონო მათხოვარი სადარზის მაგრამ ცხოვრობდა კიბეზე სარდაფებში რა 1 და 2 გითხარით მე გვარი ის ქალი დამეკარგა უბრალოდ ტელეფონი დავკარგეთ რომ ერთ-ერთი ქალბატონი რომელიც ღამის 4 საათზე ვნახე არჩევნების წინ ოცნების წინ იდგა ვინ არის ეს ქალბატონი მღერის ესე იგი გალობელთა გუნჩია ერთ-ერთ ეკლესიაში არ მინდა დავაკონკრეტო და რო ვნახე ეს ქალი მან მითხრა რომ ჯერ როგორი განათლებული როგორი წასული მაგრამ ნუ 1000 რამის გამო სახლი ბანკმა წაართვა ყველაფერი და ესე იგი იწვა მგეში რა ქვეს სადარბაზოებში ათევდა იმას და მე ვეკითხე აქ რატო ხარ მეთქი ეხლა დილის 6 საათზე მელაპარაკება ამას რომ აქო ოცნების ოფისიაო და დილითო მოვლენო მაგრამ 12 საათამდე არავინ არ მოდისო და მე მინდაო რომ პირველი ვიყო რიგშიო თქვენ წარმოგიდგენიათ და მე ვეთქე რომ ამას რო ველაპარაკე მართლა მაგარი უნდა იყო ხელები რო არ ჩამოუშვა ამ ქალმა განათლებულმა ქალმა მითხრა რომ ვეთქარი მე რა ასიზა მეთქი და თუ მომეხმარებიანო მივცემო ხმასო აბა რა ქნავო ეხლა ნუ ამ იმის გამო და ამ ქალს რა უნდოდა რომ 100 ლარი რო დამენიშნოს რომ უპოვარი ვარო 100 ქალი 100 ლარი რო დამენიშნოსო აი ამ იმის გამო ეს არ არის მარტივი პრობლემა ბატონებო მე ეს პრობლემა რომ დავინახე დაგიწერეთ აი ეხლა ვისაც გინდათ წადით და იკითხეთ ქუთაისში მე შევქმენი მადლიერების სახლი რას ნიშნავს ეს მადლიერების სახლი ვისაც ყველას ვეუბნებოდი ვისაც რამე გაქვთ ზედმეტი სახლში დასაცმელია საჭმელია სასმელია მოიტანეთ და აი მე თვითონ და მე მახსოვს იქ რო ცნობილი ადამიანები აი სიმონ არველაძე რომელიც 102 წლის იყო ფეხსაცმელს ასინჯებდა და აი ესე მორიგეობდნენ და ვათფობდით ქვეყანას იქ იყო კვებაც იქ იყო სასმელი საჭმელი და ამ სახლს ქვია ნომერი პირველი სახლი ანუ ქუთაისში მე ქალაქის მერმა მივიღე გადაწყვეტილება რომ მადლიერების სახლის მისამართი იყო რა ქუთაისი ნომერი პირველი სახლი მას ქვია მადლიერების სახლი და აი ყველანაირი აქ ადამიანები მოდიოდნენ და წერდნენ რა უნდათ ერთი გაჭირებულებს ხოლო ვისაც რამე ქონდათ მოქონდათ სახლიდან მე ვნახე ადამიანები მე ჩემი სახლიდან გამიტანია დაწყებული ტანსაცმელი თხემალი რამე ეზოში რაც მოგიკრეფია ადამიანები სიამოვნებით აკეთებდნენ ამას თანაც ვათფობდით ერთმანეთს აბა წადით ნახეთ დღეს ეს სახლი გადაქცეულია მეტადონის პროგრამა მაგცია ნარკომანიის ბაზად ნარკომანიის ბაზად და თქვენ ფიქრობთ იმას რომ აი მე კიდე როგორ ვიკავებ ბევრ რამეზე რამდენი რამ აქვს აი ვიკავებ თავს იმიტომ რომ მე მინდა რომ ბიძინა ივანიშვილის გონებაშიც მოხდეს განათება როგორ პოლიტიკური განათება რომ ასე არ შეიძლება ხალხი მასხრა დაიგდო ეგრე და არ შეიძლება ხალხს ემალებოდე კარგით ეს გითხარით ამისი ისა ხომ ესე იგი მოხუცდა სახლს ნახეთ ქუთაისში საფიჩხიაზე
როგორი იყო ფიზიკურად მუშაობდი მის მშენებლობაზე ვაშენებდით და ყველა ვინც ასე ქუჩაში იყო მოკიდებდით ხელს მე მიმიყვანია ბევრი ვინმე და ვეხმარებოდი მე მახსოვს ავტოსაგზაო შემთხვევა რომ მომივიდა იქ ძალიან ბევრი ვინმე მთელი საქართველოდან მიგზავნიდნენ რაღაც ამიმდეს და ვაგზავნიდი სად ვაგზავნიდი ბავშვთა სახლში სადაც დღეს მეუფია ეს აჭარაში ეს პიროვნება რომელსაც ეს სახლი შექმნა ბავშვთა სახლი ესე იგი ზესტაფონში და მეორე ამ მადლიერების სახლში და იცია დღესაც ახსოვთ ყველაფერი ესენი რომ იქ ვაგზავნიდი ყველაფერი ამ იმას აცკი მქონდა სახლში ზედმეტი და ან კიდე ვინმე თუ რაიმეს საჩუქარს მახსოვს რომ ერთმა ბაღდადელმა კაცმა ეს გამოგზავნა უნიკალურ თაფს აკეთებდა გამოგზავნა ერთი 20-ისა გავაგზავნე ერთიაჩი მეორე თიაჩი მადლიერების სახლში ყველგან ერთი კოვზი არ წამიღია სახლში და მე არ მიჭამია თვითონ თქვენ არ იცით ვის ელაპარაკებით თქვენ მაძლევთ საშუალებას ეს ყველაფერი ვთქვა იმიტომ კი არა რომ მე ვტრაბახობ მე მაწუხებს ყველაფერი ესენი და ვიცი რომ ამის მოვლა შეიძლება და ვიცი რომ ქუთაისის საქართველოში არ უნდა იწვეს ქუჩაში ხალხი და აი ამიტომ ჩაიწერა 21 პუნქტიან პროგრამაში რომ ხელისუფლება არის ის რომელიც წვეთს სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე რომ ადამიანს ჰქონდეს საცხოვრისი გადახურული მეორე ადამიანს ჰქონდეს საარსებო მინიმუმი მესამე ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელობის გარანტირებული მომსახურება მეოთხე ადამიანს ჰქონდეს ყველას ჰქონდეს განათლების მიღების ერთნაირი პირობები ეხლა ყველას რო ჩამოვყვე ბოლოდან რო დავიწყე მე არ მინდა შორს არ წავალ აგერ ჩემმა ახლობელმა მითხრა ბავშვი გამიხდა ავად ნუ რაღაც ფილტვის ის ჰქონდა 300 ლარი გადაიხადა დიაგნოსტიკაში უფასოა ჯანმრთელობა ბავშვი და მეუბნები რომ კი მაგრამ არ არის არა რომ მეწვალავო ისო ერთი თვე ჭირდებოდაო და სადავლოდებოდი იმას რომ ბავშვს ანთებავს და რაღაცა და რიგებით მე ვახში ჟვანიას გარ ვიცი გაწამებულია ადამიანი ამხელა პროფესორი დოქტორი რომელიც შეიძლება და მილიონერი ყოფილიყო ისი აქვს საქმე რომ რაღაც ავად რო არის წერილებს წერს და ნუ როგორ ამასხრებენ ადამიანებს ამასხრებენ ესე იგი რაღაც წამალი რო შეუძლია იყიდოს იმ ფულით და მე თავისი ხო უნდა დაამატოს თავისაც რასაც ამატებს რომ ყიდულობდეს ყოველგვარი ხელისუფლება როცა გაძლევს იმ ფაში გაძლევს რომ რასაც შენ ამატებს შენ ფულს იმ ფულით შეგიძლია იყიდო ის რასაც გამადლის ხელისუფლება სასწაულია ეს ყველაფერი სასწაული ბატონებო მე ვახში ჟვანიამ ისეთ ერთხელ ვაპირებ რომ ერთად დავჯდეთ და უთხრათ ხალხს ეს არის იკოცო ეს არის დამოკიდებულება ადამიანებისადმი უნდა მიხვიდე წერო ფურცლები ყველაფერი დაგიწერენ გამოგიწერენ ასლარს და გეუბნებიან რომ ამ ოფთიაქში უნდა იყიდო მიხვალ იქ და გეუბნებიან რომ აი თქვენ ამაზე უნდა დაამატოთ 30 ლარი ხო და ის კან გეუბნებათ მე გამყიდველი თუ 50 ლარით იყიდით თქვენ იმდენს რასაც ყიდულობთ 30 ლარით ანუ პრაქტიკულად გაბონებულია სახელმწიფოს მიერ მოცემული ფული ის ჩუქნის აფთიაქს ამ ფულს თქვენ ამ პრობლემას ვერ ხედავთ თუ ვერ ხედავთ თქვენი პრობლემაა ჩემი პრობლემა იყო რომ მე მინდოდა რომ თქვენთვის დამენახებია და მე მინდოდა რომ ეს ძალიან ბევრი ვინმე ცოდნებოდა ეს უბრალო ამბები ნუ გონიათ თქვენ ეს მიუსაფარი ადამიანები ნუ გონიათ ამის უკან 1000 უბედურება დგას 1000 უბედურება მე ვარ ბედნიერი რომ ის სამი სკამი რომელიც გამოაქვეყნე ყველგან ააყენეს არსად არ არის ჩადით და ნახეთ მადლობის მეც არაფერს ლაპარაკობს ის ხალხი მიწისქვეშა გადასასვლელში რომ ეს ხალი დარწმუნებული ვარ მე ვეძებ მე ამ ხალხს მინდა მივაგნო სად არის სად წაიყვანეს რომ მივიდა ვნახო იქ სადაც წაიყვანეს რომ ცუდად ხوار მოექცნენ და მე იმის მომხრე კი არ ვიყავი რომ აეყვანათ ის ხალი მე რომ მივდიოდი იქ იმ ხალხს ველაპარაკებოდი ყოველღამე როცა მივდიოდი ველაპარაკებოდი უხსნიდი რა როგორ ანაერთანაც ნახეთ როგორი სიტუაცია მობილური ტელეფონი უყურებს ფილმებს არის ეწევა სიგარეტზე რეალურად და ესე იგი ყველაფერი ირგვლივ რაღაც საშინელი ანტისანიტარია და უცხოელები რომ მიდიოდნენ მე ძალიან ბევრი ვინმე რო ჩავიყვანე მითხრეს იმათ რომ კი მაგრამ ამას თუ მობილური ტელეფონი აქვს ამ ფილმებს უყურებს სიგარეტი ერთი 100 ნაცვავი ქონდა საღამოს ხო გადამყრელი არავინ ხავს ამდენ სიგარეტს თუ ეწევა ეს როგორ შეიძლება ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში მიუღებელია ხოდა ამიტომ თქვენ ამ პრობლემას შეხედეთ ისე რომ თემურ შაშიაშვილს ეგლა დაჭირდა მე შევეჭიდე უდიდეს მაფიას და უდიდეს პრობლემას ამით თქვენ ამას ნუ უყურებთ ქვეყნის დაპყრობისაა ეს
მე ვიცი 2000-მდე კაცი ღამეს ათევს ყოველ ღამეს სადარბაზოებში თბილისის ბაღებში პარკებში სკვერებში სადგურებში ამ 2000 გამიდან უხეში ანგარიშით რომ თქვა 1000 არის უცხოელი ეს უცხოელი 60 თვეში იმდენ ფულს მოაგროვებს რომ ხვალ ჩვენ დაგვიქირავებს თავის სამსახურში ვერ ხედავთ ამ პრობლემას ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მე ვხედავ და ვებძვი ამ პრობლემას და მეგონა რომ თქვენ თანამონაწილენი გახდებოდით ამ ბრძოლის და თქვენ გახდით ჩემ წინააღმდეგ ბრძოლის და დაწერეთ ისეთი რამეები სასაც მე არ ვაძლევ დღეს კონკრეტულ პასუხებს აქ ყველაფერ ამასთან დაკავშირებით ნუ ახლა რა უნდა გითხრათ რომ ესე იგი ბავშვებისთვის ქალაქი ავაშენე ისე არა როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა როგზის პირზე ტყეში მუხრანის აგარაკზე ყველაზე საუკეთესო ადგილზე და რომ მივიყვანე ხელისუფლება რო ხსნიდი ეს როგორ გააკეთეო მითხრეს ნახეთ რამდენი სახლია აშენებული და როგორ არის აშენებული და როგორ არის ბავშვების ეს მიუსაფარი ბავშვები იმას რომ გაივლიან ყველაფერს მე ბინას ვაძლევდით ხელშეკრულება როგორი ქონდა ხელმოწერილი ამ ქვეყანაში არავითარი ყველანაირი პრობლემა მოვლადია ამას ჭირდება გულიანი ხალხი და თქვენ ნუაუბრალოებთ იმას თუ ჩვენ ამას არ შევეჭიდეთ ხვალ ძალიან ბევრი ვინმე ჩვენ ამ პოლიტიკით რომელიც ხელისუფლებას აქვს დღეს არ არის გამორიცხული რომ აპრილ-მაისის თვეში ხალხი გამოვიდეს ქუჩაში მშია ამ ლოზუნგით ხალხი შია მართლა ეს მილიონერებს არ შეათ სახში თორე რეალურად დღეს მინიმალური ხელფასი ასე იანგარიშება 1000 ჯერ მithkomს და გავიმეორებ ახლა ასე იანგარიშება რომ მინიმალური პენსიით და მინიმალური ხელფასით ადამიანი უნდა ყიდულობდეს თავის ქვეყანაში თავის ქალაქში 1000 ლიტრას აწვავს ბენზინს ანუ 3500 ლარია საარსებო მინიმუმი რომ შეძლო რომ შენი ორგანიზმი იყოს თქვათ ავადმყოფობებს ებრძოდეს და არ უშვებდეს საკუთარ იმაში ავადმყოფობას კალორიებს ვერ იღებ სატანსაცმელი არ არის ჩასაცმელი არ არის კალორიებს ვერ იღებ მეორადი ტანსაცმელითაა სავსე ქვეყანა მაღაზიები თავმოყვარე ქვეყანამ როგორ შეიძლება მეორადი ტანსაცმელი დაუშვას ხალხო ფსიქოლოგები კითხეთ მაინც სხვისი ნაცვამი ტანსაცმელი ეს კატასტროფაა თქვენ ხო არ იცით ის ტანსაცმელი გაწვიათ იმ ტანსაცმელის მოყვება იმ ადამიანის სული მითხარით რამდენი მე ამ პრობლემას შევეჭიდე და ხელისუფლებას ვეუბნები რომ ნუ უშვებთ ამას რას ყიდულობს ხალხი იაფი პროდუქტები გითხარით აგერ თურქეთში აკრძალულია კვერცხისმდებელი ქათმის შამა და კვერცხისმდებელი ქათამი რომ ყავს 10 მილიონი ფთა იმან 1 მილიონი ფთა უნდა დაასაფლავოს ყოველწლიურად გამონაკლისია და უნდა დაასაფლავოს და მიწას ყიდულობს და მიწის ყიდვა თურქეთში უფრო ძვირი უჯდება რომ დაასაფლავოს ეს ქათმები რომელიც იხოცება ნუ შესაბამისად იმის ჭამა არ შეიძლება ამ ადამიანს მიწის ყიდვა უფრო ძვირი უჯდება ვიდრე მოიტანოს საქართველოს საზღვართან იქ ქიმიურად დაამუშავოს და აჩუქოს ჩვენს ბიზნესმენებს და ყიდიან მერე იაფად მოკლეს ჩვენი სოფლის მეურნეობა თურქეთმა მოკლა საქართველოს სოფლის მეურნეობა რატომ იმიტომ რომ ისინი დოტაციას აძლევენ 1000 გზის მithkoms რომ მდგარვარ სარფის საბაჟოზე და მინახავს რა შემოდის თურქეთიდან რა გადის ჩვენგან რაც შემოდის თურქეთიდან ის გადის ჩვენგან გადის უმაღლესი ხარისხის იმათგან შემოდის მოწამლული მე ამით თურქეთს ვებძვი ხა დღეს გაიგეთ თქვენ ჩადით ქუთაისში და იკითხეთ ფათოხლი ფქვილი მქონდა აკრძალული ნუ გაყიდვა არ შეიძლებოდა ქუთაისში კვერცხისმდებელი ქათმის ჭამა არ შეიძლებოდა ქუთაისში თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტს ვძალავდი არ შეიძლებოდა და მიჩიოდნენ და სააკაშვილი ამას სასამართლოებში მიჩიოდა რომ ებძვის ამასო ბაზრობებს ებძვისო დაღუპეს ქვეყანა დაღუპეს 97 წელს 1 აპრილს როდესაც ოტიე იოსელიანი ჩვენ დავით აღმაშენებლის პოსპეტს ოტიე იოსელიანმა შემოიარა მთელი საქართველო და საუკეთესო ხეხილი ჩამოიტანა და რგავდა იმ დღეს მოგვიწყო ჩვენ მიხეილ სააკაშვილის გუნდმა მოქალაქეთა კავშირის გუნდმა იმ დღეს მოგვიწყო ბაზრობების აქცია მთელი საქართველოს ბაზრობების აქცია ქუთაისში აი იმ დღეს ვამბობდი რომ დღეს იღუპება საქართველო
დღეს იყოფება საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს მსუბუქმრეწველობა, საქართველოს კვების მრეწველობა, ყველაფერი და აი ნადგურდება და თურქეთის ბატონობა იწყება თქო. სასაცილოდ ამიგდეს მადლობა რეზო ჩხეიძეს, რომელმაც ეს სტატია გამოაქვეყნა მაშინ, რომელიც არც ერთ მაღაზიათმა არ დაბეჭდა და საათ ქართულ ფილმში გამოქვეყნდა ჩემი ანალიზი რას მოუტანდა ეს ბაზრობები ქვეყანას. 97 წელს გამოქვეყნდა. წაიკითხეთ, ნახავთ და ეხლა იტყვით იმას, რომ აი სწორად წერს ბატონი გურამი, აგერ რომ მომავალში მივხვდებით, ჩვენ საერთოდ მომავალში ვხედავთ ჩვენს შეცდომებს წარსულში. ეხლა რომ უყურებთ ამას, ეხლა გავასწოროთ ხალხო. მე შემოგთავაზეთ თქვენ. ეს გითხარით, რომ ბაღში უამრავი არაბი და სხვა ვინმე წერს, იაფია მისთვის ცხოვრება ქვეყანაში, ფულს აგროვებს, იყიდის სოფელში 30-40,000 ლარით, ნახევარ სოფელს იყიდის საქართველოში ბევრგან. დაგვიქირავებს ჩვენ. ან იყიდის და დატოვებს არაფერი და მოვა კარგი დრო და ნუ თუ დაკარგავს ჯანდაბას თორა და მისი იქნება, ხო საკუთრება მისი იქნება. მე ჩვენ ამას შევებძოლეთ და თქვენ მე დამიწყეთ ბრძოლა. გისურვებთ წარმატებებს ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში. ზოგმა თურმე გამსახურდია წინააღმდეგ, რაღაცა ეხლა გაიგონა, მაშინ რომ რასაკეთებდით, ერთი მაჩვენეთ გამსახურდიაზე, როდის მithქვამს სუდი და შევარნაძეზე როდის მithქვამს კარგი. მეტი რა უნდა გითხრათ, ყველაფერი ჩემი დევს საიტზე. ყველაფერი ჩემი დაბეჭდილია ქუთაისში, ყველა ჩემი განკარგულება, გადაწყვეტილება, ყველაფერი იბეჭდებოდა. რატო დაწვეს ტელევიზია რიონი? იმიტომ რომ არქივი დაწვეს იქ, მაგრამ რაღაცები ხო იქნება გადარჩენილი. აქ აქვს ყველაფერი აგერ თბილისში, ჩემი გამოსვლა 97 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში, სადაც პირდაპირ სათაურს გეუბნებით, საქართველოში სისტემაა კორუმპირებული 97 წელში. და თქვენ გეუბნიათ, რომ ბიძინავანიშვილს ვებძვი ახლა. ბიძინავანიშვილი აგზელებს იმას, რაც იყო. სისტემაა კორუმპირებული და ნუ ებრძვით კონკრეტულ პიროვნებებს, შევცვალოთ სისტემა. ვერავინ ვერ გაბედა სისტემის შეცვლა. ჩვენ მეცნიერთა გუნდი და ეს კონგრესი და ყველანი მზად ვართ, რომ შევცვალოთ სისტემა მართვის. აი ესა შემადგენელი ნაწილები, აი პატარა ამბიდან როგორ იკერება ბევრი რა. აი ნარკომანიაზე ვლაპარაკობთ. რა პირველად გესმით თქვენ, რომ მე ვამბობდი ქუთაისში გუბერნატორი ვიყავი იმერეთში და ვამბობდი, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ მობრძოლის სამსახური იყო ნარკომანიის გავრცელების მთავარი ღერძი. რომ შიდა ქართლის ნარკომანიის ხელმძღვანელებს ნარკოტიკი მოქონდა ტუნელამდე, ხდებოდა ჩვენი მისი ხელმძღვანელი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის. გონიათ რამე შეიცვალა? არაფერი ბატონებო. მე მაშინ მივედი და ვეუბნები პრეზიდენტს, ეს ეხდება მეთქი. პრეზიდენტმა მითხრა, რომ საჯაიასთან მიდიო. მივედი საჯაიასთან. და მე ვთხარი, მე მომეცით უფლება, რომ ჩავატარო ამის ისე. იქ საუბარი იყო, ნუ ვის ვენდოთ ამის ჩატარებას. მე ვთხარი, თქვენ გენდობით მარტო, მაგრამ თქვენ უფლება არ გაქვთ ეს რომ ჩაატაროთ. იმიტომ რომ არაკანონიერი იქნებაო. მეც აი შეცდომა დაუშვი რომ არ ჩავატარე მე თვითონ მაგად გარეშე. ქუთაისში უნივერსიტეტის წინ იყო პიროვნება ყიდიდან ნარკოტიკებს. იჭერდნენ მომხმარებელს და ნარკოტიკების გამყიდველს არაფერი არ შეცვლილა. დღეს საქართველოში ლეგალიზებულია შემოტანა ნარკოტიკების, ლეგალიზებული. უბრალოდ აღრიცხული უნდა იყოს. როგორ იყიდება მე? კაცმა არ იცის. და ვის იჭერენ? მომხმარებელს. ვინ არის გამდიდრებული? ნახეთ რა ხდება ეგრე. გარდაბანის და მიმდებარეებაზე არ იცის ეს პოლიცია არაფერი? აი აგერ დღეს ამოვიღე, ეხლა თქვენ ყველანი რომ იმაშვებით, აი გახსოვთ, კატასტროფა იყო, კატასტროფა. ბიძინავანიშვილის მიერ შემოტანილი თავის ძროზე მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. და დღეს აი ეგრე გირჩი, ერთის და მეორე მხარეს გაანარკომანეს მთელი საქართველო. მაშინ გამოვიდა ღირსეული კაცი, ზურაბ მეტრეველი, ნევროლოგი. და თქვა, დაწერეთ და ნახეთ რა თქვა, მარიხუანა ადებილებს, იწვევს იმპოტენციას და მკვლელად აქცევს ადამიანს. იმ პერიოდში გამოაქვეყნა და დააწერა, წაუკითხეთ შვილებს. მარიხუანა ადებილებს, იწვევს იმპოტენციას და მკვლელად აქცევს. ნევროლოგი ზურაბ მეტრეველი ეხმაურება მარიხუანის ლეგალიზაციას
მის თაობაზე ხელისუფლების მიერ შემოტანილ წინააღმდეგებს, სხვა შორის ეს ყველაფერი შეიტანა პარლამენტში ბატონმა გახარიამ და ამ ხელს საქართველოს წინააღმდეგ უდიდეს დივერსიას მინდა ჩემი აზრი გამოთქვა ყბადაღებული მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ჩემი პროფესიის გამო საკმარისად ხშირად მიხდება შეხება პრობლემასთან, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოწევასთან. უმეტესად პაციენტები აღნიშნავენ, რომ წარსულის რომელიღაც მონაკვეთში იღებდნენ მარიხუანას მეტნაკლების სიხშირით. რა ტიპიური ჩივლით მოდიან ამ ტიპის ავადმყოფები და წერს პირდაპირ. ემოციური გაუწარასწორებლობა, სავსეა საქართველოს დღეს ამით, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა, ინტელექტუალური სამუშაო შესრულებისა სწრაფად გამოფიტვა, ლიბიდოს დაქვეითება, უსიამოვნო ხასიათის ფიქრები, აჟიტირებისა და დეპრესიის ტალღები, აღნიშნული ჩივილი შეიძლება გამოჩნდეს არა მარტო უშუალოდ მარიხუანას მიღების შემდეგ, არამედ შეიძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი წლების განმავლობაში. ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობა ხანგრძლივ დროს, ენერგიას, ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. გარანტირებული შედეგების გარეშე. კიდევ ერთხელ დავინტერესდი, რას გვეუბნება მსოფლიო გამოცდილება და არაერთი სერიოზული კვლევები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და მოყვანილი აქვს ამერიკელების დასკვნა აგერ. ეხლა კაი, ჩვენ ხო არ გჯერათ, ეხლა ამერიკელების ნახეთ როგორია. მათი მონაცემებით მარიხუანას სისტემური მიღება იწვევს ტომოგრაფიულად დადასტურებული დაზიანებას თავის ტვინის გარკვეული უბნებში. მინიშნებულია რას? ქვეითება IQ, ქვეითება ხანმოკლე მეხსიერება, 30%-ით მატულობს ფსიქოზის განვითარების რისკი. პაციენტები ხდებიან სოციალურად ნაკლებად ადაპტირებულები. ქვეითება ერექცია, მატულობს გულსისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარების რისკი. უარესდება ძილი, ქვეითება სპონტანური რეაქციის სიჩქარე, ანუ მძღოლებს კვლელებად აქცევს და ასე შემდგომ. აღსანიშნავია, რომ მარიხუანას ერთჯერადი მოხმარების შემდეგ მისი მოქმედების კვალი რჩება 7 დღის განმავლობაში. ძველი მკვლევარი ერთსულად აღნიშნავს, რომ საშინელებები რამეები აგერდა, ეს მიმართვა გააკეთა და ებრძოდა მაშინ რომ არა პატრიარქი და ეკლესია, მაშინ ლეგალიზებას აკეთებდნენ და გახსოვთ, გამოდიოდნენ წარმომადგენლები ბიძინევანიშვილის პარტიიდან და ამბობდნენ, რომ ესო კარგია ჯამდ იმის რა სისულელეებს ლაპარაკობდნენ რაღაცას. გირჩმა რაები გააკეთა? დაშ უკრავთ ამათ თქვენ. განარკომანდა საქართველო. ახალგაზრდები გვეღუპებიან. იჭერენ ვის და თანაც ნახეთ როგორი მდგომარეობა, ვისაც შემოაქვს ნარკოტიკი მდიდარია, ვინც გამოიყენებს ნარკოტიკს იჭერენ, აჯარიმებენ, ბიუჯეტი მდიდრდება ამით, ისინი ხო ცალკე მდიდრდებიან. ვინ არიან ეს ხელისუფლების გარეშე ესეთი რამ არ ხდებოდა? მე ხო არ ვეუბნებ, ვამბობ რომ მარტო ბიზნესმენის ხელისუფლების დროს, ეხლა რო ხდება, ასეთი შეიძლება არასდროს არ ყოფილა. მე გეუბნებით რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ასე იყო, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ასე იყო. ასეა დღესაც. არ ვებრძოლოთ ამას? ყველაზე ნაკლები ნარკომანიის დონე არის, ესე იგი, აი ძირითადში ყველაზე ნაკლები არის რელიგიური იმით თუ გავყრებით, ну, თქვათ, აი ამ მუსლიმურ სახელმწიფოებში. ყველაზე ძლიერი არის ქრისტიანულ და მართლმადიდებელ ხალხში. ეს რას ნიშნავს სოფლიოსთვის? ჩვენი დემოგრაფიისთვის რას ნიშნავს ეს? შეიძლება რომ დაცული იყოს ნარკოტიკის შემომტანი და შეიძლება რომ ვიჭერდეთ ნარკოტიკის მომხმარებელს, იმიტომ რომ ბიუჯეტში ფული შევიდეს. ეს რა ბიუჯეტია? ჯარიმების, ნარკომანია, უბედურება, ხალხი უბედურდება და ამ ეს ბიუჯეტი როგორ შეიძლება ზნეობრივი ბიუჯეტი იყოს ეს? ეს გამოთქმა ჩემია თავის დროზე, მაშინ აი რომ გამოდიოდ თავრობის თემაზე ვამბობდი რომ ზნეობრივი ბიუჯეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ არ უნდა იყოს ნაკურდალი ფული, აქ არ უნდა იყოს ვთქვათ აი ჯარიმების და იმის ფული, ეს უნდა იყოს ხალხის შრომით შექმნილი პროდუქტის გაყიდვით და წარმოებით მიღებული ფული ბიუჯეტში. სტუდენტს ვაჯარიმებთ ბილეთი არ აიღო. იმას ვაჯარიმებთ ნარკოტიკი მონ. იმან მანქანა დააყენა არასწორ ადგილზე, იმან არასწორ ადგილზე გადალახა ისო და ნახე ჯარიმებით რამდენი ფულია შესული. ეკონომიკით არ არის ამის ნახევარი.
ამას უკრავთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კაც მე შემრისხეთ, მლანძღეთ, მაგინეთ, რამდენის გნებავთ, მე უბრალოდ ჩემი ცხოვრება არის ასე აგებული, რომ უფალთან ვიყო მართალი. უფალია გამჟელი, თუ ნუიღებ, თქვენ ნუიღებთ ამ ფუნქციას. ამ თემებს მე არ მოვიშვები. და აი უკვე იმაში სადაც მე დავდივარ, იციან ძალიან კარგად. აი დღეს რო დავამთავრებ ამას 1 საათი გავდივარ ქუჩაში. რატო? იმიტომ რომ ჩემთვის ეს იმდენად დიდი დატვირთვაა, თქვენ უყურებთ ამას უბრალოდ და ვინმეს გონი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ემოციური დატვირთვაა და უნდა გავიდე, ქუჩაში უნდა გავიდე, გავიარო, ნახო, აი სიტუაცია და ვიცი რა არის. მე დაცვის გარეშე დავდივარ და არ მჭირდება არაფერი ამდაგვარი რამ და არ მიშინია არ საკუთარ ქალაქში და არ სხვაგან. თუ დავფიქრდებით, მდგომარეობა უფრო რთულია და ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ამას წარმატებას გისურვებთ, მაგრამ ეგ არ არის. მე არ ვეხებია, გვარებია ზოგიერთი უბრალოდ რო შევედი მე მათ გვერდებზე, ესე იგი მომღერლები ბიძინავანიშვილის არ სააკაშვილის. ესე იგი, მლანძღავენი ბიძინავანიშვილის მომღერლები, სააკაშვილის მომღერლები. უმღერეთ და იყავით. ისე უმღერეთ, მე მგონი რომ დააძინეთ თქვენ. აი მოადუნეთ ისე ვერივენი რომ მათ გონიათ რომ ისინი არიან რაღაც ზეციდან მოვლენილები არიან. დაანგრიეს ქვეყანა. ამ სიტყვის სრულმეშრობით ქართული ცნობიერება. ყველაფერი ამის რაც ქუჩაში ხდება ნორმალურ ხელისუფალს ამის მოწესრიგება ყოველგვარი გამკაცრების, ყოველგვარი პოლიციის, ყოველგვარი რაიმეს გარეშე შეუძლია. მე არასდროს პოლიციას არ ვეგრძნობოდი. არც თვლი და არც მიმაჩნდა ამის ისე ჩემსა და თარგამაძეს შორის სწორედ ეს დაპირისპირება იყო. იმისი რომ მე ვამბობდი რომ თქვენი ძალაუფლება ვერ იქნება ქუთაისში თქო. პარიზში ქუთაისის დღეები ჩავატარეთ და რომ ჩამოვედი მე იგივე კონცერტი რაც პარიზში მქონდა ჩავატარე ოპერის თეატრში და ტრიბუნიდან მიცესრებოდა მათაც ხო შეგვიძლია დაადასტუროთ იქ შევარნაძეც ესრებოდა მიმართე და უთხარი რომ მე პარიზში ვიყავი მაგრამ ქუთაისი გაძარცვეს თქვენმა მინისტრებმა მეთქე შემოწმებებით და კარგი იქნება თუ ამით დაინტერესებით ხო და წინას არ არის გითხავთ რა იყო ბატონი შოშიაშვილი დღესაც ძალიან საინტერესო პიროვნება პროკურორი იყო რკინიგზის მირეკავს და მეუბნება რომ პარიზში რომ მივდიოდით იცი რა თქვენ რომ პარიზში მიდიხართ კი ყველაფერს პატივ მაგრამ იცოდეთ რომ ვიღაცა დაიჭირეს მეუბნება ვიღაც არ ვიცი ვინ არის რაღაც ბენზინის იმაზე და აი მომზადებული აქვს სტატია რომ ქალაქის მერი პარიზში და ვიღაც დირექტორი ციხეში თუ მე მევთხარ რა გინდათ ამით რომ მითხრათ რომ მე არ წავიდე პარიზში ვინა მაგრამ დასაჭერია დაიჭირეთ რა პრობლემა არის მეთქი რა ბედნიერება როდესაც სუფთა და მართალი ხარ რა ბედნიერებაა ეს მე ასე ვიცხოვრე მიხეილ სააკაშვილმა ყველა დატოვა თანამდებობებზე და უთხრა რამე მოძებნეთ თუ ვარ ბედნიერი რომ ვერაფერი ვერ ნახეს ვიცი რომ ამ ხელისუფლებას აზის ამ იმაზე მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ ნახავს შევარნაძის დროს დაპირისპირებული ვიყავი პროკურორთან და პოლიციის ხელმძღვანელთან და შევარნაძეს ვეუბნებოდი რომ თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ იმით რომ ყავთ გუბერნატორი რომელიც პოლიციის მინისტრთანაა დაპირისპირებული და პროკურორთან და შევარდნაძემ გააკეთა ერთხელ შერიგება ჩემი და იმისი თარგამაძეს და თარგამაძეს უთხრა რომ ერთი შენ ჩადი იმაშიო მეორეო შენ მიდიო იმაში და თარგამაძესთან რომ მივედი ღია და კაცურად მითხრა ასეთი რამ რომ აი შენი გამოსვლები ყველა რაც გაქვსო ტელევიზიით თუ აგერ მაქვსო და მე ვთხარი ვიცი ვინც გიგზავნის მაგას და აი ხიძე რო გადახვალ ბენზოგასამართი სადგურია მეთქი იქ ბენზოგასამართის სადგურის უფროსი თქვენი მეგობარია და ის გიგზავნის ამას ყველაფერს მეთქი და ნუ გავიცინეთ გამოვიცინეთ ყველაფერი მაგრამ თარგამაძე რო პროფესიონალი იყო ამას ვადასტურებ თარგამაძეს რომ ის ფული ქონებოდა რომელიც დღეს აქვს პოლიციას იდეალური წესრიგი იქნებოდა ამასაც ვადასტურებ მიუხედავად ჩემი ძალიან მძიმე დაპირისპირებისა ძალიან მძიმე ის ქონდა ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირება მე გითხარით ყველაფერი რაც არის ახლა როდესაც ბევრი ვინმე მეუბნება პირველად დაწერა მე იქ რო ვინებ დიახ მე მამაპაპისეულის გარდა არაფერი არ მომაჩნია ქუთაისში იგიც პრაქტიკულად საცხოვრებლად შეუძლებელია ეგ ცხოვრება ესე იგი მე ორი ბინა ძალიან კარგი ბინა მომცა სახელმწიფომ პროსერად ერთი თბილისში როცა უმჩეულდი მაშინ ერთოთახიანი ბინა იგი გავკიდეთ იმიტომ რომ ვეცხოვრა ამ ხალხმა
ჩვენ ორი ბინა ჩემი მეუღლის და ჩემი ბინაც გაიყიდა ამიტომ რომ გვეცხოვრა ამ ხალხმა კი ბინები არ ქონდათ 10 და 15 ბინა აქვს მიკვის როგორ ესე იგი ეს ერთი მეორე ესე იგი მე ორი ბინა რომელიც მომწეს ერთ რექტორს მივეცი არჩილ კოსტავა ძალიან ძლიერ მეცნიერს იმ ბინაში არასდროს არ უცხოვრია ქალაქომის პირველი მდივნისა და აღმოსკომის თავმჯდომარის გარდა არავის ის იყო ქალაქომის ბინა მე როცა ჩავედი ბატონ გივი აბზელიძე პირველი მდივანი იყო მას ჰქონდა ბინა მე აღმოსკომის თავმჯდომარე ვიყავი და ის ბინა გადმომცეს მე როგორც კი გადმომცეს მე მინდოდა რომ უნივერსიტეტის რექტორი ყოფილიყო ძალიან ძლიერი პიროვნება და ვაჩუქე ბატონ არჩილ კოსტავას მეორე ბინა როდესაც გამსახურდიამ დანიშნა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორად ძალიან კარგი პიროვნება მაგალითად უა ძალიან ძლიერი მეცნიერი დღემდე ამბობენ რომ ასეთი ირანისტი ესე იგი ირანს არ ყოლია მე თვითონ დავწუნდი ერთად ვიყავით ჩვენ ირანში და დავწუნდი უბრალოდ ეს პიროვნება მე ვნახე რომ სასტუმროში ცხოვრობდა ერთ ოთახიაში 6 თუ 7 თვის დანიშნული იყო რექტორად და სასტუმროში ცხოვრობდა და მე რომ მივედი მასეგონა მივედი იმიტომ რომ ახალი მე მივიდა არ ვაკადრე უნივერსიტეტის რექტორს მოდი მეთქი ჩემთან მე მივედი ყველა მწერალთან რეზო ჭეიშვილი იყო ოტიევსელიანი იყო მწერალთა კავშირში ყველასთან სახლებში მივედი ყველა ვნახე ადგილზე მომინახულე და მივედი რექტორებთანაც სახლებში და რომ ვნახე რომ ესეთი აი მითხე რომ მე ხვალო მოგართმევთ განცხადებას რომ მე წავალ და უთხარი გამსახურდიას უდიდესი ბოლომდე დარჩა ერთგულად თქვენ ვინც გამსახურდიას მომხრეები ხართ ჩადით ქუთაისში და ნახეთ თქვენ აი პიროვნებებს დაგისახელებთ მე მაგალითად უას ოჯახს კითხეთ არჩილ კოსტავას ახლობლებს და მეგობრებს კითხეთ ესე იგი კითხეთ გურამ გაბუნიას ოჯახს და ახლობლებს უდიდესი ეროვნული კაცი ყავდა პეტრე ვაჭრიძე მის მეგობრებს კითხეთ თქვენ და ნუ ძალიან ბევრი ვინმეს ვინც იღა ესე იგი ჩვენი აი ეგერ რომ მაქვს უკან ეს არის უნიკალური ნამუშევარი კოლხი ბატონი არსენ ფოჩხუასი მის ოჯახს კითხეთ ესენი ყველანი ვინც მე ჩამოგითვალეთ და ერთი კიდე რედაქტორი იყო ჟურნალის მისი ძმა ჩემთან მძღოლად მუშაობდა მე არ გამიშვია იმის გამო რომ ოპოზიცია იყო და გამსახურდიას გუნდში იყო და ესენი ყველანი გამსახურდიას მომხრეები იყვნენ დაელაპარაკეთ ამა და კითხეთ რომ გამოდიხართ და ლაპარაკობთ 1000 რამეს თქვენ მოგიყვებიან ყველანი აგერ ხედავ რომ კაბატონი როზა დევდარიანი უყურებს ამ იმას ახლა ერთ-ერთი უგამორჩეულესი პედაგოგი ლიტერატორი და არა მარტო ქუთაისის მასშტაბით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩადით თქვენ ესენი ძალიან ბევრი სწორედ ის ადამიანები იყვნენ რომლებიც ეროვნული განწყობით ცხოვრობდნენ და ეროვნული განწყობის კაცი იყო ზვიად გამსახურდია და მხარს უჭერდნენ და ნახეთ და კითხეთ თქვენ ერთი ამ ხალხს დაილაპარაკეთ და მე რეილაპარაკეთ რაღაცებზე ესე ხო არ შეიძლება რომ თქვენს ნებაზე არ იცნობდეთ და ადამიანებს განწყადეთ წადით ეკლესიაში და მოინანიეთ ეგ ჯობია თქვენ ყველას უყურებთ მე თქვენ არ გამოხატავ თქვენდამი მძიმე განწყობას ერთი რამის გამო იყვნენ არიან ეს არის ბედნიერება და უბრალოდ ამ ადამიანებს უნდა მე ხო არ ვლაპარაკობ რომ მე ვარ და სხვა არავინ არ არის უამრავი იყო ამ ადამიანების მიმართ კეთილი განწყობა ნიშნავს იმას რომ ხვალ ზეგს ხვაც მოინდომებს რომ იყოს წესიერი როდესაც თქვენ წესიერ ადამიანებს ეკცევით ისე როგორადაც თქვენი გამგებელი როგორიცაა და თქვენი გამგებლის მოადგილე ან თქვენი რაიონის მერი თუ გუბერნატორი ასეთი როგორიათ ყველა ამით თქვენ დიდ ცოდვას ჩადიხართ ვისაც გაქვთ რაიმე მე გავა გარკვეული დრო და როცა საშუალება იქნება გამოვაცხადებ ვისაც რაიმე შენიშვნა გქონდათ ამ ადგილზე დადგება ავტობუსი მივდივართ ქუთაისში გააფრთხილეთ თქვენი ახლობლები ყველანი შევიკრიბოთ თეატრში თუ სხვაგან მე გამოვალ იქ და აი ქუთაისში სადაც მე ვიყავი იქ ვილაპარაკებ მე რას ვაკეთებდი როგორ ვაკეთებდი როგორი მქონდა და მე მელაპარაკებ თქვენ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არ ვიცავ საკუთარ თავს მე არ მჭირდება ეს მე ვიცავ ყველა წესიერ ადამიანს რომელიც დღესაც არის ხელისუფლებაში მე ვიცავ ყველა წესიერ ადამიანს რომელიც იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში და იყო ბევრი მე ვიცავ ყველა წესიერ ადამიანს რომელიც იყო შევარდნაძის ხელისუფლებაში უწესიერესი პარლამენტი იყო ზვიად გამსახურდიას პარლამენტი მე ვიცავ ყველა ამ ადამიანს და ვამბობ იმას რომ თქვენ ნუ გონიათ ყველა დეპუტატი და ყველა ხელისუფლებაში ვინც იყო ისეთი როგორც თქვენი გამგებელი ან თქვენი დეპუტატია ნუ ზომავთ ამით იყვნენ არიან წესიერი ადამიანები
და ამ წესიერ ადამიანებზე უნდა დადგეს ქვეყანა. თქვენ არავინ არ გეუბნებათ რომ გააღმერთეთ ესენი და ტაში უკარეთ. წესიერება უნდა იყოს საზომი. და ხელისუფლებაში არ უნდა იყოს უწესო ადამიანი. და არც უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე რომ ხელისუფლებაში არის და წესიერიაო. ხელისუფლებაში უწესო ადამიანი არ უნდა იყოს. დღეს 90%-ზე მეტია უწესო. 90%-ზე მეტი იყო შევარდნაძის დროს, 90%-ზე მეტი იყო სააკაშვილის დროს. 2-3% კიდე შეიძლება აიტანოს იმან, მაგრამ შეიძლება რომ 90% იყოს ცუდი. მე გურწმენად გეუბნებით და ამით ვამთავრებ. მე მაკვირვებს ბიძინელანიშვილი. მე ასეთი მდიდარი მინისტრები, როგორიც მაცხავს და თარას მინისტრობის დროს და ხელისუფლებაში გამდიდრებულები, მე არც ვიცი, სააკაშვილთან ბევრი იყო, მაგრამ ასე მასიური როგორიც არის დღეს, არც ვიცი, როდის იყო. და ერთ ვინმეს ვერ უბედავს იმას, რომ საიდან ეს სიმდიდრე. ხალხი იქექება ის წესიერი ადამიანები, პედაგოგები და ისინი დადიან დილით ნახეთ, მე რაც გითხარით, თქვენ აი დილით 5-6 საათზე ნახეთ, რა ხდება სანამ გეხუთებთან. რუსთაველის პროსპექტზე გაიარეთ. და ნახავთ ამას ყველაფერს, იქექება. და ისინი, ვინც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათი ოჯახები ჩართვით ყველანი მილიონერები გახდნენ. ასეთ ხელისუფლებებს წერტილი უნდა დაესვას. თუ გინდათ ქვეყანა, თუ გვინდა ქვეყანა. მე რო ვიცოდე რომ ამ გამოსვლის შემდგომ ძიმე მდგომარეობა მექნება, იმაზე უარესი რა უნდა მქონდეს, რაც მაქვს, მაგრამ რომ ვიცოდე მაინც უარესი, მაინც გამოვალ და ასე ვიტყვი, სიცოცხლის ფასად ვდგევარ მე წესიერების სადარაჯოზე. ასე ვიყავი, ასე ვიქნები და გეუბნებით რომ შევკრათ შიშველ ხელებიანთა ერთობა, გადავარჩენთ ამ მილიონერებსაც თავის ადგილი ექნებათ და გადავარჩენთ ქვეყანასაც. ჩვენ არავის არ ვიჭერთ და არავის არ ვებზვით. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ სხვათა გაღარიბების ხარჯზე არ შეიძლება გამდიდრება. ვინ არის ხელისუფალი? ხელისუფალი არის ის, რომელიც ამდიდრებს ხალხს და ხალხის გამდიდრების კვალობაზე მდიდრდება. როგორი ხელისუფლებებია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ყვლეფენ ხალხს და მდიდრდებიან თვითონ. ჩვენ ვაბრუნებთ ამას და ვეუბნებით, ხელისუფლება არის ის, რომელიც ამდიდრებს ხალხს და იცხოვროს თვითონაც კარგად. ოღონდ ხალხი ცხოვრობდეს კარგად. ხალხი შიმშილშია. და როგორც ამის წინ დამიწერეს, აგერ მაღაზია ყოფილა, სადაც ესე განსაკუთრებული ხორცი რაღაცა მოდის 300, 400 და 500 ლარიღის კილოგრამი. თქვენ ამ ხორჩამთ. და ადამიანი, რომლის გაღატაკებით და თქვენ ცხოვრობს, სანაგვიში ეძებს ხორცს რო ჭამოს. დაუჭირეთ ხარი ამ დიდრებს. ბიძინელანიშვილმა დიდრები აპარპაშა. მიხეილ სააკაშვილმა კალოშებიანები, მილიონერები და მილიონერები გახადა. ერთიც უბედურება და მეორეც უბედურება. ეს ეპოქა უნდა დასრულდეს. ოლიგარქია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. და ოლიგარქია არ არის ერთი კაცი. ოლიგარქია არის უბედურება. საქართველო დღეს არის მდიდარი მონების ქვეყანა. ხარ მონა იქნები ხელისუფლებაში და იქნები მდიდარი. არა ხარ მონა გენიოსი რომ იყო, ყველა კარი ჩაკეტილია. ყველა კარი უნდა გაუხსნათ წესიერს. და ყველა კარი უნდა დაუკეტოთ იმას, ვინც აი ვთქვათ, აი ესე ცხოვრობს, როგორც გითხარით ზეგან მდიდარ მონებს. ყველა მინისტრი მდიდარი მონა არა საქართველოში. დეპუტატების 99% მდიდარი მონები არიან. გამგებლები, მერები, გუბერნატორები მდიდარი მონები არიან. დღეს აი ეგ ერთ იმაში სალონში ვიყავი და იქ მეუბნება იმას, რომ აი ლადო ჭანტურია იყო ამის წინო და მე ვთხარი ძალიან კარგი პიროვნებაა ლადო ჭანტურია. და მოუყევი მე მაგალითი იმის თაობაზე, რომ ლადო ჭანტურიას დროს მეთქი მე შევარდნაძეს ორჯერ სასამართლოში უჩივლე და ორჯერ მოვიგე მეთქი. ერთხელ ავტოკარხანა და ესე რომ გაყიდა, რომ შეუჩდნენ ეს ახალგაზრდა რეფორმატორები სააკაშვილის ხელმძღვანელობით და გააკიდიეს ქურდებზე. უჩივლე სასამართლოში და დავიბრუნე უკან. და მეორე და გაგიჟდნენ ესენი რომ თქვენ როგორ იმას მეუთხარი, აი სწორედ ეს არის ხელისუფლება. ძალიან ბევრი ვინმე ამერიკაში და სხვაგან ვერ ბედავს იმას, რასაც თქვენ ვერ მაჩვენებთ მე.
აი მეორე ვინმეს არა მარტო საქართველოს მასშტაბით რომ აი თუნდაც თვითონ არაფერი არ აქვს და სახლი რაც ქონდა იმას აჩუქა უნივერსიტეტის რექტორებს ვაჩუქა რომ კარგი რექტორები ყოფილიყვნენ და ის რომ პირველ პირს ქვეყნის პირველ პირს ორჯერ უჩივლა და ქვეყანას დაუბრუნა ავტოკარხანა ელექტრომექანიკური სატრაქტორო ესენი ყველანი დაუბრუნე უკან მოვიდა სააკაშვილი და ესე გაკიდა $1.5 მილიონ მოუგე შევარდნაძისა და სააკაშვილის ოჯახების გაერთიანებული ბიზნესს $1.5 მილიონ მოვიდა სააკაშვილი 20 იანვარს ინაუგურაცია ქონდა და 20 თებერვალს გადაწყვეტილება რომელზეც იყო ხელმოწერა რომ ეს საბოლოო და არ იცვლება იმას არ ემსახურება გასაჩვენებას არ ემსახურება რაღაც მოუძებნეს თურმე მე არ ვიყავი გუბერნატორი ამიტომ გუბერნატორს და მე დამიყადაღეს იმის გამო რომ ესე იგი $1.5 მილიონ მოგებული წამაგებინეს და ისე $5,000 საბაჟის გადასახადი მე დამაკისრეს და მოვარდნენ სახში და დამიყადაღეს ყველაფერი წიგნი გასარათებელი აჩვენდა ლუსტრას რო ვეძახით ესენი დააყადაღეს სახში სააკაშვილის დროს მაგრამ არ ვარ მე გაბოროტებული და არ ვეუბნები არავის არც ბიძინე ავანიშვილს რომელმაც ესე იგი დამინგრია ყველაფერი იგივე გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა მე გეუბნებით რომ ქვეყანა თქვენ დააქციეთ თუ შეგიძლიათ შეცვალეთ და თქვენი ბრძოლა არ არის ჩემთვის მთავარი ჩემთვის მთავარი არის ხალხი როგორ ცხოვრობს თქვენ ერთმანეთს ებრძვით და სააკაშვილისთვის მთავარი იყო შევარდნაძის როგორ ებრძოდა შევარდნაძის მთავარი იყო იმას როგორ ებრძოდნენ ესე იგი გამსახურდიას გუნდის წევრებს მერე უკვე სააკაშვილისთვის როგორ ებრძოდა შევარდნაძეს და ბიძინა ავანიშვილისთვის მთავარი დამსახურება რომ დაამარცხა სააკაშვილი ჩემთვის არ არის მთავარი არ არის დამარცხება წინასი ჩემთვის მთავარია იმუშაო წინაზე უკეთესად საქართველოში წინა ხელისუფლებაზე უკეთესად არც ქალაქებში არც რაიონებში არც სამინისტროებში პრაქტიკულად არ არის და ამის მაგალითს ვხედავ როცა ჩავდივარ და მოძრაობ იხსენებენ იმ ადამიანებს მე არ თქო ქუთაისიავლაპარაკობ და იმერეთზე იხსენებენ უფრო ძველს ვიდრე დღევანდელს არა უმაქნისო უსაქმურობაა სახელმწიფო სამსახურებში იმიტომ რომ 80% ზედმეტი ხალხია უსაქმურობაა და ამავე დროს ცხოვრება აქვს კარგი ხელფასები აქვს წარმოუდგენელი მეცნიერებათა აკადემიაში 300-400 აქვს ხელფასი მუშაკს და მერიაში არ არსებობს ხელფასი რომელიც არ იწყება 1000-დან როცა ესაა ქვეყანაში ჩვენი პრინციპი არის მარტივი მინიმალურ ხელფასზე და მინიმალურ პენსიაზე 10 ჯერ მეტი არ უნდა კონდეს არავის არის 350 400 500 ვთქვათ პენსია 5000 ლარზე მეც არავინ არ უნდა იღებდეს დეპუტატი იღებს 13000 ლარს როცა პირველ პირს არ უნდა კონდეს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრს ამას არ უნდა კონდეს მინიმალურ ხელფასზე ესაა ჩვენი პროგრამა ეს არის რეალობა ასია ყველგან დემოკრატიულ ქვეყანაში საქართველოში არის რომელიც სახელმწიფო ფულიდან იღებს 60-70000 80000 ლარს საშუალო თვეში და პენსიონერს ამადიან 300-400 ლარს და 37 ლარი თუ 5 ლარი თუ 20 ლარი რო გაუზდიან პენსიას სირცხვილი ეს და ნუ ვართ მონები დიახ თავისუფლებისათვის სისხლის ფასად გაგვათავისუფლა უფალმა და ნუ ვიქნებით ადამიანთა მონები ესაა ჩემი ბოლო სიტყვა ამაზე და ღმერთმა ხელი მოგვიმართოს და ვიქნებით მაგრად ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება იქნება ძალიან ძლიერი და შემტევი სხვა გამოსავალი არ არის